ცნობიერების, ენის, გადმოცემის ნაზავი. მაგით იწყება. ამაზეა დამოკიდებული, როგორ გესაუბრები მერე მეშინ. ძალადობრივად თუ არა ძალადობრივად. რას ნიშნავს ძალადობა და რას არ ნიშნავს. შეიძლება რაღაც ჩვენ გონია, რომ არ არის ძალადობა და რეალურად იყოს ძალადობა. ეს აღმოჩენა იყო, როდესაც მივხვდი, რომ სერიოზული მოძალადე ვყოფილ. და ძალადობა იწყება მაშინ, როცა ჩვენ თავს რამეს ვარქმევთ, მაგალითად, მოძალადე ყოფილა. ყურადღება მივაქციო ემოციებს. და რაც ვთქვით და მოვისმინეთ ერთმანეთისგან, ამან ჩვენში აღძრა რაღაც ემოციები. ეხა ერთმანეთზე ჩვენ რაღაცა შეგვიძლია გავიგოთ, თუ მივაქცევთ ყურადღებას, რა ემოციას აღძრავს ის, რაზეც საუბრობთ ჩვენში. და ჯერ შეიძლება არ ვიცოდე კონკრეტულად რას შეეხო, უბრალოდ ეს ვიგრძნო, სხეული იგრძნობს ამას. რა არის არაძალადობრივი კომუნიკაცია, ენვისი? არაძალადობრივი კომუნიკაცია არის გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს, მე ვარ თაკო ბასილია. დღეს მე სტუმრად მყავს ლანა ცაგარეიშვილი, ენვისის სპეციალისტი. ეს არის არაძალადობრივი კომუნიკაცია და გავშლით ამ თემას. როგორ ახარ ლანა? გამარჯობა თაკო. ძალიან მიხარია, რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი და ძალიან მოკლედ ისე საინტერესო 2 საათი გველოდება მაყურებელსაც და მოდი დავიწყოთ, რა არის არაძალადობრივი კომუნიკაცია, ენვისი. ენვისი, non-violent communication, საიდან მოდის ეს აბრევიატურა, ეგეც ვუთხრათ მაყურებელს. კი ბატონო. არაძალადობრივი კომუნიკაცია არის ცნობიერების, ენის, გადმოცემის ნაზავი. აი უფრო რო გარკვევით გითხრა. არაძალადობრივი კომუნიკაცია კი ქვია, მაგრამ სანამ მე შენთან რამეს ვაკომუნიცირებ, მანამდე როგორ ვფიქრობ, ანუ რა ცნობიერებით გიყურებ. მაგით იწყება. ამაზეა დამოკიდებული, როგორ გესაუბრები მერე მე შენ. ძალადობრივად თუ არა ძალადობრივად. აქ ყველაზე საინტერესო და შესაძლოა მოულოდნელი მაყურებლისთვის იყოს, რას ნიშნავს ძალადობა და რას არ ნიშნავს ძალადობა. შეიძლება რაღაც ჩვენ გონია, რომ არ არის ძალადობა და რეალურად იყოს ძალადობა. იმიტომ რომ ჩემთვისაც ეს აღმოჩენა იყო. ჩემთვის. როდესაც მივხვდი, რომ სერიოზული მოძალადე ვყოფილ. და ძალადობა იწყება მაშინ, როცა ჩვენ თავს რამეს ვარქმევთ, მაგალითად, მოძალადე ვყოფილ ვარ. უკვე დავიწყე ამით. ხო, მანდ იწყება. ცნობიერება ალბათ არაძალადობრივი იწყება იქ, სადაც მე ჩემ მოქმედებას, ან შენ მოქმედებას არ ვუკეთებ დასკვნას, არ გარქმევ, რომ ასეთი ხარ ან ვარ, არამედ ვუყურებ მოქმედებას, რომ ახლა რაღაც გავაკეთე, ან რაღაცა ვთქვი და ეს იწვევს ჩემში ან სხვაში გარკვეულ ემოციებს. ასე უფრო რბილია და კარგად რომ დაუკვირდეთ, უფრო მეტს ამბობს შინაგან პროცესზე, ვიდრე ზედაპირზე წარმოთქმული რაღაც ენვისი ამას ეძახის დიაგნოზ. იარლიყი შეგვიძლია დავარქვათ, ხო? მანდ იწყება. ანუ მე თუ შემიძლია ცნობიერებიდან, იქ როცა საჭიროა, მოვაშორო საჭიროაც არა, საჭიროაც ერთ-ერთი ძალადობრივი ნაწილია. იქ სადაც ურთიერთობას ან კავშირს დაეხმარება. ავირჩიო არა ზეცართავებით ვისაუბრო, მაგალითად ასეთი ვარ და ისეთი ვარ. არამედ ზმნებით უფრო მოქმედებას მივაქციო ყურადღება და ამის უკან დავინახო რაღაც პროცესი, შიდა პროცესი. და ძალიან კონკრეტული მეთოდოლოგია ამ თვალსაზრისით, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ამ მეთოდოლოგიას. იდეა ძალიან ძველია და მეთოდოლოგია არის 60-იან წლებში, 80-იან წლებში უკვე ფორმა მიეცა ამას. მარშალ როზენბერგის მიერ, ეს არის ამერიკელი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, კლინიკური და
ამ მიმართულებით მუშაობდა, ეხა გავიქეცი სადღაც, მაგრამ არა უშავს დავბრუნდები. ესეც ხომ ის ნაწილია. ჰა? ესეც ხომ ის ნაწილია, რომ რაღაც დამკრუებელი ყავს სულ და შეგიძლია აკეთო საკუთარი თავის შემოწმება ჩექი, რასაც ვეძახ. ხო. სად გავიქეცი, იცი? ვერ გავიხსენე, როზენბერგი ფსიქიატრი იყო თუ ფსიქოლოგი იყო. მისი განათლება ვერ გავიხსენე, იმიტომ რომ მე წავიდა მთლიანად ამ საქმეში და ფაქტიურად თავისი მიდგომა ჰქონდა, მაგალითად, კონფერენციებზე, რომელიც ეწყობოდა ფსიქოლოგების ან მოკლედ დარგი სპეციალისტები როცა იწვევდნენ როზენბერგს, ის არ აღიარებდა არანაირ დიაგნოზს, მათ შორის კლინიკურს. და ამბობდა, რომ მე ასე უკეთ დავეხმარები ნებისმიერ ადამიანს, არ უარყოფდა რა თქმა უნდა არანაირ დიაგნოზს, როგორც მოვლენას, მაგრამ მუშაობისას ივიწყებდა. ხელს უშლიდა თითქოს რაღაც ჩარჩოში სვამდა, ხო? უკვე მიყავდა იქეთ, რომ რაღაცას არ ქმევდა ამ ადამიანს. და უკვე თითქოს ენვისის ეწინააღმდეგებოდა პროცესს აღარ ეხმარებოდა. ანუ მე თუ მივყვები რაიმე დიაგნოზს, მაშინ როგორც დიაგნოზი მკარნახობს უკვე ვინ ხარ შენ. და თუ ამას ვივიწყებ ცოტა ხნით და მუშაობის პროცესში ძალიან საინტერესოა ხოლმე როგორ კეთდება ეგ, როგორ გინდა დაივიწყო, რომ მაგალითად მართლა რაღაც კლინიკური დიაგნოზით ადამიანს ესაუბრები და ამას ივიწყებ და უყურებ მხოლოდ მოქმედებას, რომლის უკანაც რაღაცას აკვირდები. რას აკვირდები, გინდა დაინახო ესე. ეძებთ ერთად. იმის იქით ხედავ რაღაცას. იმის იქით ინტერესდები. ვერაფერსაც ვერ ვხედავთ მეორე ადამიანში, შეგვიძლია ვივარაუდოთ და ინტერესი გამოვავლინოთ. უფრო ასე. ანუ ყველაფერს მე როგორც ენვისის პრაქტიკოსი, მოდი ასე ვთქვათ, ჩემი წინასწარი განწყობა არის საუბრისას ასეთი, რომ მე ვერაფერს ვერ დავინახავ შენში, მე შემიძლია დავინტერესდე, შემიძლია გკითხო და ამას მხოლოდ შენ დამიდასტურებ, ან არ დამიდასტურებ, ჩემ რაიმე ვარაუდს, ან ჩემ რამე წარმოდგენას, მაგალითად, რა შეიძლება ამ წამს გრძნობდე, ან რა შეიძლება იყოს შენთვის ამ წამს მნიშვნელოვანი. ანუ ცოტა ხნით ვუშვებ, რომ არც არაფერი არ ვიცი. არც დიაგნოზები, არც რა როგორ არის, უბრალოდ ინტერესი მაქვს. ხო, იმიტომ რომ რაღაც ყველას ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, ჩვენი წარსულიდან გამომდინარე და ქვეცნობიერი და ასე შემდეგ. ყველანაირი. და კიდე აი მნიშვნელოვანი დეტალი არის აი ეს საუბარი, ვთქვათ, ტურის ენას, რასაც ეძახიან და ჟირაფის ენას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ხო? ხსნათ მაყურებელს. ხო, ესეც როზენბერგის მეთოდოლოგიის ნაწილია. როზენბერგს აქვს შემოტანილი ესეთი ორი მეტაფორა პირობითი, რა თქმა უნდა. ორი არსება ყავს შემოყვანილი, ტურა და ჟირაფი. რომელიც ერთი წარმოადგენს ცნობიერებას, რომლითაც სანამ ვისწავლიდი არაძალადობრივ კომუნიკაციას, რომლითაც ცხოვრობდი თავიდან ბოლომდე. ტურა არის მეტაფორა, რომელიც არის მტაცებელი. და ჟირაფის მეტაფორა, რომელიც არის ენვისის ცნობიერების სიმბოლო. ჟირაფი როგორც ეს ზეთხეთში რო შეუძლია დაინახოს, იკვებება მცენარეებით და აქვს დიდი გული ზომით. ხო. ეს არის მეტაფორა, რომელსაც იყენებს პირობითად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესეც არც როზენბერგს და არც ჩვენ არ გვინდა იყოს გაგებული, რომ ტურა ცუდია და ჟირაფი კარგია. იმიტომ რომ ტურას თავისი ბიოლოგია აქვს. კი.
და აი უფრო დეტალურად რო ჩავყვეთ, თქვათ აი როგორია ეს ტურის ენა, რითიც რეალურად, რა ვიცი, ძირითადად რაც მე ვთქვი, რა აღმოვაჩინე საკუთარ თავში, ეს იყო ტურის ენა. ამაზე საუბარი, ამ ენით საუბარი. მოდი საუბრამდე მაინც ცნობიერებას ვიტყვი. იმიტომ რომ ენა და გადმოცემის ფორმა ასახავს იმას, რაც მანამდეა და მანამდე არის ის ცნობიერება, ის ფილტრი თუ ის ლინზა, რითიც ვუყურებ. და შემდეგ ამას საუბრობ, რა თქმა ხო, უნდა. და მე ახმოვანებ, ხო? კი. ამის შესაფერი სიტყვა თუ წინადადება, თუ ჟესტი იბადება მე. ამიტომ ცნობიერება, ტურის ცნობიერება რა არის? ძირითადად არის ასეთი რამ. ერთი რომ დიაგნოზებს ვსვამ პირდაპირ გაგებით, ვინ როგორია. აი ამ ცნობიერებით ვუყურებ ადამიანს. ასევე ვუყურებ ადამიანს, ვინ რას იმსახურებს. თუ კარგია რაღაცას იმსახურებს, თუ ცუდია რაღაცას იმსახურებს, ეს ჯაჭვი ასეა. შემდეგ ერთ-ერთი კომპონენტი არის, როგორ უნდა იყოს, რას უნდა აკეთებდეს ადამიანი. მაგალითად, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ან საუბრობდეს ესა თუ ის ადამიანი. იმის მიხედვით, რას წარმოადგენს, რა როლშია და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირი ჩარჩო, რომელიც სტერეოტიპები არა? ხო, რომელიც ჩვენ კოლექტიურად რაც გვაქვს მოწოდებული, რის მიხედვითაც ვიქცევით და ამ სტერეოტიპს ვირჩევთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რაღაც სოციუმის ნაწილი ვიყოთ და არ მიკუთვნებულობა. კი. ამას ვირჩევთ, ოღონდ გამოგვრჩება ხოლმე, რომ პროცესში, როცა ავირჩიე, რაღაცნაირად მოქცევა. ან რაღაცის შესაბამისობაში ყოფნა შესაძლოა ჩემი შინაგანი სურვილი იმ დროს განსხვავებული იყოს იმ ფორმისგან, რომელსაც ჩემგან ელის გარემო. და მე შეიძლება ამ ფორმას, ამ სურვილს ვერც ვაცნობიერებდე. ან ვაცნობიერებდე, მაგრამ არ მჯეროდეს. არ მჯერა რომ ეს სურვილი მაქვს. შესაბამისად, მინდა რომ ცოტათი არ დავინახო ან არ მოვისმინო. ან შესაძლოა ძალიან კარგად ვაცნობიერებდე, მესმოდეს, ვიყო ამასთან კავშირში და მაინც ვირჩევდე მივყვე იმ გაწერილ შიდა განაწეს, რომელსაც წუთახმდები კოლექტივი, სოციუმი. და თავის მხრივ არც შეთანხმებებში არ არის სინამდვილეში პრობლემა, იმიტომ რომ მაგას თავის ფუნქცია აქვს და არც ჩემს სურვილებში, ან ამ სურვილების შეკავებაში. მაგაშიც არ არის პრობლემა. პრობლემა არის მე თუ იმიტომ რომ რაღაც ჩარჩომ კარნახობს რაღაც გარკვეულ სეტს ქცევების თუ ფიქრების, მე თუ უგულებელ ყოფ იმას, რაც ხდება ჩემში. მან ხდება ძალადობა, მან ხდება. არ უსმენ საკუთარ თავს თითქოს, ხო? უსმენ, ოღონდ არ გჯერა, რომ ეს შენი სურვილი ღირსია, აქაც ღირს შემოვიდა, ღირსია ან მოსმენის, ან პატივისცემის, ან ყურადღების მიქცევის, ან თუნდაც რაღაც ისეთი ადგილის გამონახვის, სადაც შეიძლება ამ სურვილმა იცოცხლოს. ან შეიძლება გამბედაობის ნაკლებობაც არის, ხო? კი, გამბედაობა ერთმნიშვნელოვნად ჩართულია ამაში, ერთმნიშვნელოვნად. მაგას ხო ბევრ რაღაც მოყვება მე შეფასება, შიშები, არ ხარ ისეთი დაცული, როგორც მიკუთვნებული ხარ რაღაცას იქცევის, როგორც ვაკეთებთ, ხო? კი. ერთი გამბედაობა რომ გადააბიჯო, მაგრამ მეორე კიდევ რაღაც გაცნობიერების პროცესიც, რომელსაც ასევე გამბედაობა ჭირდება, როცა შემიძლია გავარჩიო რა არის ჩემი ილუზორული წარმოდგენები, მიკუთვნებულობის შენარჩუნებას ან დაკარგვას შორის და რეალური
დაკარგვის რისკი. და ეს განვასხვაო, ეგეც რაღაც პროცესია, რომელსაც ჭირდება, რომ ჯერ უფლება მივცე ჩემ თავს, რომ დავინახო ეს სურვილი და ვაღიარო, სადაც შემეძლება. ვაღიარო კი ეს სურვილი მაქვს. ხო. ისეთი პროცესია საკმაოდ. მეც წამიყვანა ახლა ფიქრებში. კი და NVC-ის შემდეგი ნაწილი არის რაღაცას რო ვისმენთ და ახლა ვსაუბრობთ, მეც წამიღო ახლა ფიქრებშიც და ემოციებშიც. NVC-ის შემდეგი ნაწილი, ანუ ერთი რო პირველი, ესე იგი, ცნობიერად ავირჩიო ალტერნატივა დიაგნოზების, ვინ რას იმსახურებს, ვინ რა უნდა აკეთოს. კიდე ერთი კომპონენტი არის მოთხოვნა, მოვთხოვ. ხანდახან მე მოვითხოვთ ადამიანებისგან, ამა თუ იმ ფორმით, რომ იყოს ისე, როგორც მე მგონია, რომ უნდა იყოს. სამისად პირველი არის ცნობიერება იმის, რომ ცნობიერად უარი ვთქვა ამ მიდგომაზე. და ალტერნატივა არსებობს ამის. უარის თქმაში მე დამეხმარება NVC-ის მეორე და მესამე ნაბიჯი. 4 ნაბიჯი პირობითია, ყველაფერი არის პირობითი, რაზეც საუბრობთ. მეორე ნაბიჯი არის ყურადღება მივაქციო ემოციებს. ანუ რაღაცა ახლა მე და შენ ხო ვისაუბრეთ ეს რამდენი წუთი გავიდა, არც ვიცი, 10 წუთი ხო პირობითად. 15. და რაც ვთქვით და მოვისმინეთ ერთმანეთისგან, ამან ჩვენში აღძრა რაღაც ემოციები. და აი აქ არის ის ადგილი, სადაც მესენჯერი გზავნილი. ხო, ემოცია როგორც რაღაც ამბის მომტანი ჩემთვის და შენთვის. ეხა ერთმანეთზე ჩვენ რაღაცა შეგვიძლია გავიგოთ, თუ მივაქცევთ ყურადღებას, რა ემოციას აღძრავს ის, რაზეც საუბრობთ ჩვენში. და ეს ემოციები აღიძრება იმიტომ, რომ და აქ არის მესამე ნაწილი NVC-ის. იმიტომ, რომ რაღაცა, რაც თქვით, რომელიღაც სიტყვა, რომელიღაც ფრაზა, რომელიღაც მოქმედება შეეხო რაღაცას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. და ჯერ შეიძლება არ ვიცოდე კონკრეტულად რას შეეხო. უბრალოდ ეს ვიგრძნო, სხეული იგრძნობს ამას. რაღაცა გაფართოვდება, რაღაცა კანი მეტყვის, რომ რაღაცა ხდება, რაღაცა მოხდება. სხეული პირველ რიგში კარნახობს ამას, რაღაც ხდება. და ხდება იმიტომ, რომ რაღაცას შეეხო და ეს რაღაცა არის ჩვენი NVC ამას ეძახის საჭიროებებს და მე მაინც საჭიროებების დაფასეულობების ურთიერთმონაცვლეობით ვხმარობ ამ თითქოს გადაჯერწულია ერთმანეთთან. კი, ერთი და იგივე ხო, ერთი და იგივე, ჩემთვის ერთი და იგივეა მოკლედ. მოკლედ საჭიროებიდან შეგიძლია გაიგო შენი ფასეულობა რა არის, ხო? აი, ჩემთვის ერთი და იგივეა. საჭიროებას რატო ამბობს როზენბერგი და რაღაცა გვჭირდება ჩვენ ყოველთვის. ანუ დეფიციტები იგივე. ხო, კი. ანუ რაღაც დროის ყოველ მომენტში ჩვენ გვაქვს საჭიროებების რაღაც რაოდენობა. ეს ერთი არ არის ხოლმე. შეიძლება ერთი იყოს წამყვანი რაღაც სიტუაციაში. მაგალითად ახლა აქ რომ მოვედი, იმიტომ რომ გარეთ ცხელოდა და მე ვჩქარობდი და მორბოდი, ჩემთვის წამყვანი საჭიროება იყო ფიზიკური კომფორტი. აი ტემპერატურა მაგალითად ყოფილიყო გრილი, ხო? და დავმშვიდდი რომ შემოვედი
ფიზიკური კომფორტი რო შემექმნა, ოღონდ ზუსტად 5 წუთში, როცა ეს საჭიროება დამიკმაყოფილდა, მე დავინახე უკვე ვიზუალური, ანუ ესთეტიკა, რომელიც ასევე ძალიან მესიამოვნა და რაღაცას ვერ წყვეტდი თვალს ვამჩნევდი, ხო რაღაცებს. ანუ ეს შემეხო მე, იმიტომ რომ მე მაქვს ეს საჭიროება. შეიძლება სხვამ ეს არ დაინახოს, იმიტომ რომ იმ მომენტში არ კონდეს ეს საჭიროება და მას სხვა საჭიროებები კონდეს. ისევე როგორც სანამ ცხელოდა, მე ამას ვერ ვხედავდი, იმ მომენტში არ მქონდა ესთეტიკის საჭიროება. მაგრამ მე გამიჩნდა. ეხლა როზენბერგი საჭიროებების სიას უყურებს ასეთ ამგვარად. ეს არის უნივერსალური ადამიანური საჭიროებები. ანუ საჭიროებების სიაში შესული რაღაც სიტყვები, ფასეულობები არის ის, რაც ყველა ადამიანს გააჩნია, ყველას უკლებლივ. მიუხედავად წარმომავლობისა, რასისა, მდგომარეობისა, სქესისა, სულ ერთია. გვაქვს ყველას. ოღონდ გვაქვს დროის ამა თუ იმ მომენტში სხვადასხვა. ამოტივტივდება სხვადასხვა, მაგრამ არსებითად გვაქვს ყველას. მაგალითად, საჭიროებების სია არის ასეთი ფიზიკურ კომფორტს რაც შეეხება, ხო? მაგალითად, ფიზიკურ კომფორტზეც არის. კომფორტი ერთ-ერთი საჭიროება შეიძლება იყოს, მაგრამ ფიზიკურ აუცილებლობებს. მაგალითად საკვები, მაგალითად წყალი, მაგალითად ჰაერი, მაგალითად დაცულობა, ტკივილისგან დაცულობა, კი ბატონო. შეიძლება იყოს მენტალური საჭიროებები, მაგალითად რაღაცის გაგება, რაღაცის გააზრება, რაღაცის შეცნობა, შეიძლება იყოს კავშირის სეტიდან, მაგალითად დაგინახო და ვიყო დანახული, მაგალითად ვიყო გაგებული და იყო შენ გაგებული, დაფასება, კი ბატონო, მნიშვნელოვნების განცდა, რომ მნიშვნელოვანი ვარ ამ სამყაროში. კავშირის გვერდით აქვე გვაქვს ყველას ავტონომიის კატეგორიიდან საჭიროებები, მაგალითად ჩემი არჩევანი, მაგალითად დამოუკიდებლობა, მაგალითად რა არის ავტონომიის საჭიროებებიდან ეხა პირდაპირ არჩევანი და დამოუკიდებლობა მომდის და ისევ გაჩერდა რაღაცა, იმიტომ რომ რაღაც იმდენად მნიშვნელოვანია ეს ორი რამე, რომ უცბად სამყარო გაჩერდა ამ ორ სიტყვას რომ მივადექი, კი. მეც დანახვა რო თქვი, ჩემთვისაც გაჩერდა. კი. კი. ანუ ეს ის ადგილებია, სადაც ჩვენთვის განსაკუთრებულად ხდება რაღაცა. შენთვის მანდ, ჩემთვის აქ. ამ წამს ესეც მნიშვნელოვანია, რო ვთქვათ. ეს არ ნიშნავს, რომ მე და შენ სადღაც ამ წერტილებში გვაქვს ეს საჭიროებები, ან პირობითად დეფიციტები, სულ დღე და ღამე, ან მთელი კვირა, ან მთელი წელი. აქედან რომ გავალთ, სხვა რაღაცა გაგვაჩერებს, სხვა სიტყვები, კიდე რაღაც. ანუ როზენბერგი ენვისის ასევე სხვა შორის ეძებდა სათაურს, ალტერნატიულს, იმიტომ რომ არ მოწონდა რომ იყო non-violent, ანუ რაღაცის არა, ხო? არაძალადობა, ხო? და ეძებდა კი რა, ანუ არაძალადობა და რა კი. და იპოვა ერთ-ერთი ვერსია იყო მისი კავშირის განმაპირობებელი, დამაახლოვებელი კომუნიკაცია და მეორე ვერსია ქონდა სიცოცხლესთან დამაკავშირებელი კომუნიკაცია. ხო და სიცოცხლესთან, ეხლა ჩემთვის მე ყველაზე მეტად ეგ მეხება ხოლმე ამ ფორმულირებით, იმიტომ რომ აი ეხლა ამ წუთას რა არის ყველაზე ჩემში შიგნით ყველაზე ნამდვილი სიცოცხლე რა ფორმით ჭქებს. რა არის ჩემში ცოცხალი? რა არის ჩემში ცოცხალი? შენ კი ხარ მიჩვეული ამ კითხვას, მაგრამ მაყურებელი მგონი ვერ გაიგებს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კი ასევე კითხებით ხოლმე, ნაცვლად კითხვისა როგორ ხარ?
რომელზეც ერთმანეთს აუცილებლად რავი ვარ რა კარგად რავი ისე რა ამის ნაცვლად ენვისი ცომს კითხვას რა არის შენში ცოცხ ხო თითქოს რა არის აქტუალური ხო ახლა დამწამს ნამდვილი ხო რა ხდება შენში კი და ამ კითხვის პასუხად ეს უკვე პროფესიული ნაწილიდან უცბად ან როდესაც მაგალითად ან ვორქშოპებზე ან ინდივიდუალურ სესიებზე მაგ კითხვას ეს არის მოპატიჟება რომ პირველ რიგში სხეულში წავიღო ყურადღება და რა არის ჩემში ცოცხალი სხეულში ახლა მაგალითად აი ახლა ამ წამს ფეხები დაძაბული მაქვს და ეს მეტყვის რა საჭიროებები შეიძლება იყოს ახლა ჩემში აქტუალური მაგალითად ეს დაძაბული ფეხი მე მეუბნება რომ მთლად მოდუნებული არ ვარ და მთლად მოდუნებული რატო შეიძლება არ ვიყო ახლა მე შეიძლება დავაკვირდე და მოვძებნო ჩემი ახლა ამ წამს საჭიროება რა არის და რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ჩემთვის მნიშვნელოვანი ახლა არის ახლა ამ პრაქტიკას ვაკეთებ შენთან ერთად კი მაყურებელიც ნახავს ხო ახლა ამ წამს ოდისე ფეხის დაძაბულობიდან წავედი რომელიც სანამ არ დავიწყე ამ აქეთ ყურადღება არ წამოვიღე ვერ ვამჩნევდი რა არის იცი მნიშვნელოვანი ჩემთვის ბუნებრივობა ალბათ არის ახლა ამ წამს ყველაზე მნიშვნელოვანი რომ მე და შენ გქონდეს რაც შეიძლება ბუნებრივი საუბარი და რა და ჯერ დაძაბული ვარ კიდევ და ეს არის რასაც მიზეზი ანუ ამისი თითქოს ხო შენი ფეხების დაძაბულობა რომ შენი საჭიროება არის ახლა ამ წამს ეგ არის რაც მოდის შეიძლება კიდეა და აუცილებლად არის კიდევ მაგრამ ეხლა რა მომენტში თქვი რომ მე ეს ბუნებრივობა მინდა ცოტა ეს მომეშვა ხო და სხვათა შორის დავამატებ რომ რაც ეს პრაქტიკა ვისწავლე და რაღაც დაძაბულობა რომ შემოდის და გაურკვევლად ვარ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ესეა ხო რაღაცას განიცდი ვთქვათ დაუცველობას ამის აღმოჩენაც რა თქმა უნდა რომ უკვე შემიძლია ძალიან ის არის რა ქვია ჩემთვის ხვდები რა მჭირს მაგრამ მე როგორც კი ვიწყებ შემოწმებას საკუთარი თავის აი მომენტალურად გეშვება როგორც კი ხვდები სად რას გრძნობ რა ემოცია მოაქვს მე თუნდაც იმ წელის ტკივილს და ასე შემდეგ რაღაცნაირად გადის ეს ყველაფერი კი და ხა ისე გული მწყდება რომ მაყურებელი ამას ნაწილი ალბათ მარტო მოისმენს და შესაძლოა ვინმე გატესტოს ეს და ვინც გატესტავს წინასწარ მიხარია რასაც აღმოაჩენს. მაგრამ გული მწყდება რომ გვერდიდან ეს თეორიულად ძალიან ადვილად ჟღერს თითქოს და ცოტათი შეიძლება დაუჯერებლად და უცნაურად ჟღერდეს ხა მე და შენ რაზეც საუბრობთ რომ აი დააკვირდი რაღაცას სახელი დაარქვი და მოგეშვა მე მაინც მგონია რომ ჩემი მაყურებელი ამ ნაწილში არის ძალიან ცნობიერი და ვინც ამას უსმენს მე ესე მჯერად ესე ვხედავ რომ აინტერესებს და რაც რაღაცას ეძებ და გაინტერესებს იმას გრძნობ და გესმის არ დაუთმობ დროს ფიზიკურად არ დაგაინტერესებს თუ ამას არ ეძებ მე ესე ვხედავ კი მოვიდა ეგ შენი აღქმა ჩემამდე სრულად დავპაუზდი იქ სადაც წინადადება დაიწყე ჩემ მაყურებელი არის ცნობიერი და მე გაგრძელება ეგ არის ხო რომ მას აინტერესებს ანუ აი ორი სხვადასხვა როგორ მეც ვიჭერ ჩემ თავს ამაში ერთ ფრაზაში როგორ შემილია ტურის წინადადებაც თქვა და ჟირაფისაც რომ ჩემი წარმოდგენა არის და ეს ისევ და ისევ რაც არ უნდა მე ვიმეცადინო ენვისი ამას მე ვერ გადავეჩვევი იმიტომ რომ დასკვნას ყოველთვის გავაკეთებ რომ ჩემი მაყურებელი ასეთია და მე ცნობიერად შემილია წავიდე რომ შენთვის ოკეი არის ახლა ეს უკავშირს რო კი აბა ძალიან ოკეია და ძალიან საინტერესოა და
პირიქით მანდ არის ჩვენი ავთენტურობა და ბუნებრიობა, იმიტომ რომ დავამატებ, რომ მე გავლილი მაქვს ლანასთან ამ NVC-ის კურსი, workshop-ი, ქართულად ვერაფრით მოკლედ ვერ ვთარგმნი ამ workshop-ის სიტყვას და რითრიც და მე ცოტას ბრაზდებიან, მაგრამ რა ვქნა. და მომწონს პირიქით ეს, აი ავთენტურობა ალბათ შენ რაც თქვი ფეხების დაძაბულობაზე, იგი იქნება, რომ ჩვენი კომუნიკაცია ვაჩვენოთ, თქვათ როგორ კომუნიცირებთ NVC-ის დროს. კი, მასე ვკომუნიცირებთ და ეხლა მე ჩემოვიტანე ცოტა მეტი ვიდრე მე და შენ კომუნიცირებთ ხოლმე, იმიტომ რომ თან მაყურებელზე ვფიქრობ, რომ მაქსიმალური ვუთხრათ, ოღონდ ჩვენ ურთიერთობაში მე შენ არ მიგაქცევინებდი ყურადღებას, რომ ეხა ეს სიტყვა და ეს სიტყვა, იმიტომ რომ შენ თუ არ მკითხავ მე, რომ NVC-ის გადმოსახედან ეხა ეს წინადება როგორია, მე არ გეტყვი, თუ არ შემაწუხებს და თუ შევწუხდები, მე გამოვნახავ გზას, რომ გაგიზიარო, ამიტომ აი ეს ბევრი ნიუანსია, ეხა ეს არის უსაფრთხო ტერიტორია და უმეტესად მოკლედ ეგაა, რომ ეს დამკვირვებელი და ეს გაცნობიერება და რაღაც ყველა აზრს აფიქსირებ და მე რაღაც რეალურად ესე ცხოვრობ და ნაკლები შფოთვები შემოდის ჩემ შემთხვევაში. ამაში მეხმარება. ხო, კი. იმიტომ რომ გაურკვევლობას ვერ იტანს ტვინი. კი, ზუსტად. და რაც უფრო გარკვეული ვარ ხოლმე, ვთქვათ, ცხოვრება ხან რაღაც მოხდება, სულ კარგად ჭალებში ვერ ვიქნებით, ხო, რასაც ვისთვის რა არის კარგად ყოფნა. შესაბამისად მგონია, რომ მნიშვნელოვანია ეს ნაწილი. კი და ჩემთვისაც პირდაპირ აი wellness-თან, შენ სფეროსთან პირდაპირ არის ეს დაკავშირებული, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა მიუხედავად რომ რამოდენიმე სხვადასხვა მოდალობაში მუშაობ და სწავლობ, ხო? NVC მაინც არის ყველაზე ქმედითი მაშინ, როცა ყველაზე დიდ გამოწვევებთან ვარ. ამდენად ეს ყველაზე მეტად უკავშირდება ჩემთვის აი ამ wellness, რასაც კეთილდღეობას და ზუსტად ჩემთანაც მას ემუშავებს, ანუ ეს შფოთვა მშვიდდება, სიცხადე მოდის, არჩევანი ჩნდება, ან ჩნდება რაღაცა ემპათია საკუთარი თავის მიმართ, თუ ამ არჩევანს ვერ ვაჩენ და არის რაღაც საკითხები, სადაც ვხედავ, მაგრამ ვერაფერს ვერ უშვები ამას. ვერ გადავდივარ ჟირაფის ცნობიერებაში და მაგ დროს როგორ ველაპარაკები საკუთარ თავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის NVC-ის სინამდვილეში. თვით ემპათია. ხო, თვით ემპათია, იმიტომ რომ არ არის მარტივი, ხა რაზე ვსაუბრობ, თითქოს მარტივი, იმიტომ არის თან რეაქციაში ადამიანი რო ვარდება და ტრიგერები რო გაქვს, რა თქმა უნდა არ არის მარტივი. და თან რამდენად ადვილად ვარდებით მაგ გამარეობაში, ხო. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ძალიან ადვილად. ერთი ფრაზა საკმარისია, რომ ამოვარდე ან სადღაც სხვაგან წამიღოს და აი თვით ემპათია რა, რას ვაკეთებ, როგორ ვუმკლავდები ამ სიტუაციას. როგორ ვუმკლავდები. რა არის თვით ემპათია, რო ავუხსნათ მაყურებელს? მოდი ახლა გავიხსენო რაიმე უახლესი მაგალითი მაგის. მაგალითად, როდესაც მაქვს, აი ხა რამდენი ვისაუბრეთ ჟირაფის ცნობიერებაზე, რა როგორ არანაირი დიაგნოზი, არანაირი იარაღი. თუ ვხედავ, რომ ჩემ ახლობელი, როგორც წესი ყველაზე მეტად გვიჭირს, რა თქმა უნდა, ყველაზე ახლობლებთან და რა თქმა უნდა, მათთან, ვინც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. მაგალითად, როდესაც ვაწყდები სიტუაციას, რომ ჩემი ძალიან ახლო მეგობარი აღიქვამს მოვლენას, ეხლა მთლიანად ტურის ენაზე ავაწყობ, რა თქმა უნდა, წინადადებას. აღიქვამს რამე მოვლენას ხისტად. ანუ ამბობს, რომ ეს 100-ია და ამას წყალი არ გაუვა. დიაგნოზი. დასვა დიაგნოზი მან. ხო. მე არა, მე ვუსმენ და უცბად მე იქვევს ამ დიაგნოზს
გონებაში, რომ აი ხა რამდენჯერ აი როდემდე შეიძლება სვამდეს დიაგნოზებს ადამიანი. აი რამდენი წელი და რა ენაზე შეიძლება რეალურად იგივე არის. ზუსტად და სარკისებრად მე გადავიქცევი ტურად, რომელსაც უნდა დაგლიჯოს ახლა სასწრაფოდ და ცოცხლად შეჭამოს ძვლებიანად ეს ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი. და ამას მე ვერაფერს ვერ უშვები ხოლმე იმ მომენტში. რაღაცაზე ღიზიანდები ადამიანი იმ მომენტში. და მე ერთია რომ ამ მეგობარს უთხრა რომ აი ეს ამოვარდი რაღაციდან თუ გავაზი თუ ვუთხარი რამე თან თუ მზად არის მეგობარი რა ეგეც ხო ბევრი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი და მეორეა რას როგორ ვესაუბრები ამის გამო ჩემთავს იმიტომ რომ აი თვითემპათიას მაგას ვეძახი იმიტომ რომ როდესაც NVC-ის 8 წელმოსილი სპეციალისტი ჩავთვალე რომ ვარ მან ყველაზე მკაცრი და ყველაზე ძალადობრივი და მოძალადე მან გავხდი ეხა ისევ მაყურებლისთვის ეს არის სულტურის ენა მან გავხდი იმიტომ რომ მან შემოვიტანე კომპონენტი როგორი უნდა იყოს ადამიანი რომელმაც იცის NVC. მანდაც უკვე ხო ის არის. ახალი უნდა და ახალი ჩარჩოში კი. უკვე ძალები მოიკრება ტურა. და გაორმაგებული ძალებით ვესხმოდი საკუთარ თავს რომ ეგ როგორ. ანუ შენ თან ვორქშოპსა და აკეთებ და თან მეგობარზე ასე აღიქვამ მის სიტყვებს და აი ეს დაიწყო მერე და ანუ საკუთარი თავის კრიტიკა ესე ვთქვათ ხო? საკუთარი თავის კრიტიკა რომ რაც უფრო მეტი ვიმეცადინე თითქოს უფრო ვალდებული გავხადე ჩემი თავი რომ შემეძლოს სულ NVC-ის ცნობიერებაში ყოფნა და ეს არ არის რეალური და რაც უფრო NVC-ის მე მეცადინეობ ონლაინ და საერთაშორისო სივრცეში, რადგან ჩვენთან არ არის ბევრი რა, ну, მოგეხსენება ახლა სადაც შეგიძლია გააკეთო. და ამიტომ ჩემი კლასელები, NVC-ის კლასელები არიან პრაქტიკულად მთელი პლანეტიდან და დიაპაზონი ასაკის ასევე არის საკმაოდ დიდი, 25-დან და 96 წლის კლასელი მყავს მაგალითად. და პრაქტიკებთ მეცადინეობს კი და ნუ ის ხალხი ვართ ვინც ან საქმისთვის იყენებს ან ცხოვრებაში იყენებს მხოლოდ. და მან ყოველი ეს რაუნდი ჩემი მეცადინეობის დამატებითი სიმშვიდეა ხოლმე ჩემთვის რომ აი როცა დავინახავ რომ ну მოკლედ რაღაც მომენტში მივხვდი რომ ვერასოდეს ვერ ვიქნები სულ ჟირაფი და დავწყნარდი. ეს არ არის შესაძლებელი. მიეცი შენ თავს მაგის უფლება, რომ იყო ადამიანი. კი. იმიტომ რომ წიგნებში წერია ეგ რომ არ არის, მაგრამ ვერ გავიგონე, სანამ აი ძალიან არ შევეჯახე. ისეთ მოწყვლად და დაუცველ ტერიტორიებზე როგორ გამოიყურება ეს, როდესაც ადამიანი არის უკვე ჩემზე ორჯერ ძირფასიც ეგეც შეიძლება ითქვას ორჯერ მეტი ასაკის მაგალითად და მთელი ცხოვრება ამას სწავლობს და მაინც იქ არის სადაც არის დავწყნარდი ესეც სხვა შორის ესეც ხა რა ვქნა ყველაფერი ძალადობრივია ნელ-ნელა შევაპარებ შენ მაყურებელს ესეც ძალადობრივია იმიტომ რომ მე მჭირდება ან საკუთარ თავთან ძალადობას გულისხმობ. ანუ მე ვერ ვწყნარდები, სანამ არ შევადარებ ვინმეს თავს. ანუ მე მჭირდება, რომ დავინახო, რომ ვიღაცას არ ხარ. ხო? კი. მე მგონი ეგეც ძალიან ადამიანურია. რა თქმა უნდა, ეხა შენ როგორც ჭეშმარიტი ჟირაფი მესაუბრები და მე ხო ჯერ ბოლომდე არ ვარ ჟირაფი. ხოდა კი მე თუ გამახსენდება რომ ეს რაღაცა საერთო სხვა შორის საჭიროებების სიაში მათ შორის არის გაზიარებული რეალობა
ესეთი ცნება. ანუ როდესაც ხო, ეს საერთო გვაქვს რაღაცა. ეს მთლად მიკუთვნებულობაც არ არის და მთლად კავშირიც არ არის. კიდე რაღაცაა, რაც აი ამ საერთო გამოცდილება, როგორც ცალკე საჭიროება, როგორც ცალკე ფასეულობა, რომ ძალიან ძვირფასია, რომელიც ძალებს გვაძლევს. მაგალითად, ჯგუფში მუშაობა რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ისეთი შემთხვევა გააქვს, შენ რომ გონია რომ მარტო ხარ ამაში და საკუთარ თავს რაღაცას ვერ პატიობ, იმიტომ რომ გონია რომ მხოლოდ შენ მოგივიდა ეს და მე რომ ხვდები რომ რამდენად თქვათ უნიკალურებიც ვართ, როგორც თითით სანაბეჟდი გვაქვს სხვადასხვანაირი. იმდენად რამდენი საერთო გვაქვს და რამდენად ერთნაირები ვართ, მე რაღაც მშვიდდები, რომ მარტო არ ხარ. ხო? კი, ეხა შენ შეხე ერთ-ერთ ფუნდამენტს. როცა ამბობ რა გონია რომ მარტო ვართ, კი, ფუნდამენტი არის ანუ სად გვედება ხოლმე, ანუ სად შეიძლება ჩავარდეთ აი ამ რეაქციაში. ყველაზე ხშირად და ყველაზე ღრმა ჭა თუ რა ვიცი, თუ გინდა ორმო დავარქვათ. არის სირცხვილის განცდა. და მაგით ოდნავ რამოდენიმე სანტიმეტრით მაღლა არის დანაშაულის განცდა. უნდა მეთქვა, ყველაფერი არის აწყობილი სირცხვილზე და დანაშაულზე, ჩვენი სოციუმი ზოგადად რა. კი, და ხო, და აწყობილიც არის და ძალიან კარგადაც იყენებს ვისაც სამართავია და ასე შემდეგ. მაგ მექანიზმებთან წამუშავება, გარკვევა, გამკლავება ალბათ მერე მოდის. ჯერ ალბათ თვითონ მექანიზმი როგორ მუშაობს, მაგის გაგება და მაგის დანახვა ძალიან გამათავისუფლებელია ჩემ გამოცდილებაში, ხო? გავაზიარებ ერთ ამბავს. ცოტა ხნის წინ, მოკლედ, მეთან სხვა ასტროლოგია რაღაც მოკლედ მაინტერესებს და 12-დან 28-მდეო არისო დაბნელების დერეფანიო. ნუ რაღაცა და არანაირი კონფლიქტი არ უნდა მოგივიდეს და ჩავიბეჭდე, რომ ეს პერიოდი არ არის და რაც უფრო ღოიც რაღაცაზე ძალიან ის ხარა ქვია ფოკუსირებული, მით უფრო რომ მოგდის და ნუ რაღაც ვარჯიშის მერე ამ გასახდელში ხმამაღლა რუსულენოვანი ორი გოგონა უსმენდა ვოისებს, ანუ ხმოვან შეტყობინებებს მთელ ხმაზე და მერე ხმამაღლავე პასუხობდნენ ორნი. და თან ეს იყო რა ქვია, ნუ სულ რო ქართველები ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა, მაინც გავღიზიანდებოდი, მაღიზიანებს ზოგადად ესე რომ სივრცეს არ ღვავენ და თან დამატებით ამას რომ რუსი იყო, ვიტყვი რომ რუსოფობი არ ვარ, მაგრამ ნუ არის იქ რაღაც ნიუანსები, რაც მაღიზიანებს და ვთხოვე რომ შეიძლება მეთქი რომ უბრალოდ თქო, თან რუსულად ვთხოვე. ესეც იყო ჩემთვის რაღაც დისკომფორტი ხო ნამდვილად და ჟესტიც იყო შესაბამისად რაღაც დისკომფორტია და თუ შეიძლება მეთქი რომ ჩუმად მოусმინოთ ან გარეთ გახვიდეთ თუ ესეთი საქმე გაქვთ თქო ამან ერთმა ბოდიში მოიხედა და მეორე მოკლედ ატეხა ისეთი ამბავი და რეაქციაზე გამახსენა ისეთ რეაქციაში ჩავარდი და ისე წყობიდან გამოვედი და ისე ვეჩხუბე მაგრამ რატო გამახსენდა ახლა? ადრე მექნებოდა დანაშაულის შეგრძნება, კრიტიკა საკუთარი თავის, რომ როგორ გამოხვედი წყობიდან, როგორ და პირველად დავაფიქსირო, რომ ეთყობა რაღაც ამდენი ხანი საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, საერთოდ არ მქონდა ეს განცდა. ეხლა ისე რომ შევაფასო, ჯობდა ალბათ, რომ საერთოდ ნერვები არაფერზე არ მეშლებოდეს, ისეთი მშვიდი ვიყო. და ალბათ ჯობია, რომ არც იჩხუბო ადამიანმა, მაგრამ ვერ ვაპატიებდი ამას და დიდხანს გამომყვებოდა სხეულებრივად ეს დანაშაულის შეგრძნება. არ მქონდა არანაირი სხვათა შორის და რაც კარგი იყო, იმიტომ რომ ესე შევხედე, რომ შემაწუხა, გადამიჭარბა და გამოვხატე და რაღაც მივიღე და ამაზე ხო საუბრობდით, რომ რამდენად ვიღებთ და რაღაცნაირად არ ვიცი, ხო. აღონდა ხა იმას კი არ ნიშნავს, რომ ამას რაღაც ვამბობ, რომ მაგარია ჩხუბი თუ რაღაც ხო მიხვდი, რასაც გულისხმობ. ხო, რაღაც სიტუაცია მოიტანა და ამის გამო მე არ ვიგრძენი თავი დამნაშავეთ, იმიტომ რომ თან ჩემი დაწყებული არ იყო. და სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა ჩემთვის რაღაცნაირი ტრაგედია. და მანდ მივხვდი, რომ ამდენმა მუშაობამ მოკლედ და შენც მიგიწვის ამაში უდიდესი წვლილი. ხო, რაღაცნაირად
რაღაცნაირად იღებ საკუთარ თავს და პატიობ თუნდაც მაგ ჭხუბს, რომელიც დიდად არ მოგწონს. არა უშავს. ხო, ანუ ამას გულისხმობ. კი, ანუ მესმის რომ შენ თავს აძლევ უფლებას გაბრაზდე. ხო. შენ თავს აძლევ უფლებას ვერ შეიგაო თავი. არს არ ვიტყვი ხომ წუთას. ვერ ყავს შემთხვევაში ხარაც მოვისმინე რომ პირველად თხოვნაში რომ სხვანაირად გაეკეთებინათ, განზრახვა არ იყო შენი რო კონფლიქტი ყოფილიყო. და რაღაც მოხდა. ანუ ეს სავარაუდოდ ისიც არ არის რომ ხმამაღლა usmenda, რაც გიპასუხა იქ იქნებოდა რაღაც ფრაზა, რომელმაც გამომდო ბევრი რაღაც, რომ არიან რაღაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები 20% რუსები არიან, სტუმრად არიან, ბევრმა რამემ გამომდო. იმან გამომდო, რომ მე სხვა ქვეყანაში ესე არ ვიქცევი, ზოგადად არ ვარ უზრდელი. ბევრმა ეთყობა ფასეულობამდე რომ მივიდეთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს რაღაც სხვისი საზღვრების დაცვა, პატივისცემა. აი ალბათ რაღაც რო ჩავიდე, ბევრი დეტალი იყო, რაც მანც გამაღიზიანა. კი, სავარაუდოდ კიდე იქნებოდა რაღაცა, რაც ერთის მხრივ შენ გადადგინა ბიჭი, მიუხედავად იმისა, რომ თხოვე და შესაძლოა გაგონილიყო როგორც შენიშვნა. თან ინგლისურად არ მithოვია, ჩემგან დავთმე, რუსულად ვუთხარი. კი, აი და რადგან ეს პირველი ნაბიჯი მაგ ენის არჩევაში ცხო, რომ აი მიუხედავად რაღაცა შერბილების მცდელობა იქნებოდა ალბათ, ხო, რომ მე შენიშვნას კი გაძლევ, მაგრამ მაინც რაღაც ნაბიჯს ვდგამ შენსკენ. ანუ რუსულად გეუბნები და შესაძლოა ეს არ დანახვა აი ხო, კი, და ჩემი არის ეს არ დანახვის ნაწილი, კი. თან როცა ამბობ, რომ რაღაც დისკომფორტი გქონდა, როცა რუსულად აირჩიე, გეთქვა, რაღაცა რაც ძალისხმევას მოითხოვდა შენგან და გაუფასურებული. კი, და ძალიან გაუფასურდა და ავფეთქდი და ხო, რაღაც მივეცი ჩემ თავს რომ მორჩა ეს ყველაფერი მე რომ დავაკვირდი გამახსენდა ძველ ჩემ მეს შევატარე ანუ თუ საქციელს არ ვიცი ეს სიტუაცია როგორ იყო და მივხვდი რომ არანაირი რაღაც დანაშაული შეგრძნება არ მქონდა თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ხა თუ სულ ყველაფერზე ღიზიანდები ფეთქდები და თუ სულ ჩხუბობ ეგ უკვე რაღაც სხვა სამუშაო ნაწილია ალბათ ჩემ შემთხვევაში სხვანაირად დავუკვირდებოდი ხა სურო კონფლიქტები მქონდეს მაგრამ ეგ რაღაც საკუთარი თავი ჩემი ეგეთი ნაწილი მივიღე იმიტომ რომ ვერ გადავკეთდები მაგ ნაწილში მივხვდი და რაღაცაები როდესაც მოკლედ ხანდახან გამოდიხარ ადამიანის წყობიდან და არა უშავს ამის თქმა მინდა ერთმნიშვნელოვნად და ამავდროულად მანდვე არის რწმენა წარმოდგენა თითქოს რომ ვერ გადაკეთდები. ეხლა რაც გავაჟღერებ, ხო? და აი თითქოს აი ეგ ტერიტორია რა, სადაც მორიგი ჩარჩოხო არ არის ეგ. შეიძლება. და ისევ მე რა მომწონს კიდე ცენვისში რომ თვითონ პროცესი აი საკუთარ თავთან ურთიერთობის ასევე არის ძალიან რბილი. ყოველ ჯერზე როცა მე რაღაცას აღმოვაჩენ, რომ შესაძლოა ახალ ჩარჩოს ხო არ ვაძლევ ჩემ თავს, ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ მე სასწრაფოდ უნდა მოვაშორო ახალი ჩარჩო ან რაღაცა გადავაკეთო. აი სულ არის პატარ-პატარა ნაბიჯი, უბრალოდ შემჩნევა. ხო და კაი ეგ მე ამას შე რო არ გეთქვა, ვერც დავაფიქსირებდი. რომ ესე ვთქვი. ხო, მაგრამ მანდაც მე არ ვიცი შენ მაგას ჩარჩოთ გამოიყენებ თუ არ. მე მაგას ვერ გავიგებ, სანამ შენთან არ გადავამოწმებ, რომ და კიდევ არის NVC-ში არის ასეთი რამე, რომ ეტაპებს გავდივართ რა ფაქტეურად. ყველანი, ეგეც უნივერსალურია. უბრალოდ ყველანი არა. პირველ ეტაპს გავდივართ ყველანი და მე მეორე და მესამე პირობით სამ ეტაპს ნაწილი გავდივართ, ნაწილი არ გავდივართ. პირველი ეტაპი არის, როდესაც მე ვერ გები ყველას გარემოს. people pleaser-ობა? არ უყვეს ენვისის სიტყვები, მაგრამ მაყურებელმა რომ აღიქვეს რაზე ვსაუბრობ. კი, ერთ-ერთი გზა, რომ კონფლიქტები არ გქონდეს, ყველასთვის კომფორტული იყო, ხო სწორია? კი, ამავდროულად მორგების
ნაირ-ნაირი გზები კი ერთ-ერთი არის ეგ ასი ამოვნო, ერთი გზა არის მაგალითად გაიქრო თავი. გაჩუმდე საერთოდ და დაიპატარაო თავი. შენი აზრი არ დაფიქსირუან, მაგალითად, არც დაუახლოვდე, არც ეჩხუბო, არამედ გაიწიო. და ამ გაწევაში ეს სტრატეგიები გამკლავების ხო არის იმაზე, რომ მე აღვიდგინო უსაფრთხოების განცდა. და რა გზითაც ვაკეთებ, ეს შეიძლება აგრესიაც ერთ-ერთი გზა იყოს აი ამ. ხო, გაქცევა როგორც გარიდების, კი, გაქცევა და გაყინვა. ეს 3 პლუს დაახლოება. ანუ ის დაახლოება. ხო, ანუ 4F მოგვარება, ხო, ურთიერთობის. კი, აი სიახლოვით იქ ძალიან ისა. კი, ეს ერთ-ერთი ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი გზა ეგ არის. როდესაც აბა გასიამოვნო, მოდი, ახლა მე 5-იანს მივიღებ, შენთვის, ჩემთვის კი არა. ხო, მშობლისთვის. ხო, ეგ ერთ-ერთი გზა ეგ არის, ხო? ხო და მოკლედ პირველ სერიაში ჩვენ ყველანი ვცდილობთ მოვერგოთ სიტუაციას. რომ გადავრჩეთ და შეძლებისდაგვარად არა მარტო გადავრჩეთ, არამედ სიყვარულიც მივიღოთ. და ეს მორგების ეტაპი იმიტომ რომ მორგებაში რას ვაკეთებ, ვაჩუმებ იმ ნაწილს, რომელსაც აქვს სხვა სურვილები. და ეს დიდხანს ვერ გრძელდება როგორც წესი. და გამოიხატება სხვადასხვა ფორმებით. ვიღაცისთვის ეს გამოიხატება ჯანმრთელობაზე აისახება, ვიღაცის რეალობაში აისახება ურთიერთობების ხარისხზე, ვიღაც სხვა დომეინებში სხვადასხვანაირად გამოიხატება და სადღაც შეიძლება ძალიან ყვიროდეს ეს შედეგი იმის, რომ მე ჩუმად ვიყავი. მოკლედ შესაძლოა და მანდ უკვე ყველამ შეიძლება ეს გზა არ აირჩიოს, მაგრამ შესაძლოა ეჭვი მაქვს რომ მე და შენ მაგ კატეგორიაში ვართ, ვინც მეორე სერიაში გადავედი. რაღაც მომენტში ამ გზას უმეტესი თინეიჯერები გადიან, როცა ეს ამბოხის პერიოდი როცა ეწყებათ. თუმცა ეს ზრდასრულ პერიოდში შეიძლება ამბოხმა არ მიიღოს ის სახე, რომელიც ისევ შინაგანი ყველა ნაწილისთვის სასარგებლოა. ამიტომ რაღაც მომენტში ამბოხი შეიძლება გამოიყურებოდეს ასე, რომ მე შენ აღარ მოგერგები და საერთოდ უბრალოდ მოგერგები. მოდი შენ მაგალითს ავიღებ თუ ოკეი არის. ანუ პირველი არის მოგერგები, ახლა რაღაცა არ მაწყობს ამ სიტუაციაში. რაღაცა არ მომწონს, მინდა რომ შეიცვალოს სიტუაცია. მაგალითად ეს ხმოვანის არ მესმოდეს მინდა. და მოდი ახლა მე პირველ ჯერზე შესკენ გადმოვდგამ ნაბიჯს. აგრესიულად არც გავჩუმდები. რაღაცას ვიზა მონდრბილად. ეხლა რატო არ არის ბოლომდე თხოვნა, იმიტომ რომ შესაძლოა არ იყოს. იმიტომ როცა ამბობ რომ ჩემთვის დისკომფორტი იყო სხვა ენაზე გადართვა, ვარაუდობ რომ ეგ იყო ეს ზუსტად ეგ ნაბიჯი, რომ მოდი მე ძალისხმევას. ეს არ არის ჩემთვის ბუნებრივი ჟესტი. მე ამას გავაკეთებ ცნობიერად, რომ გავზარდო სავარაუდოდ შანსები, რომ სწრაფად შეიცვალოს, ისე როგორც მე მინდა იყოს. ზუსტად ეგრე იყო, ხო. ეგრე არ მოხდა. და NVC და როზენბერგი ამბობს, რომ გისურვებთ, რომ აფეთქდეთ. მართლა? კი, გისურვებთ, რომ აფეთქდეთ. იმიტომ რომ ეგეც ცოცხალია და ეგეც გამოხატვის გზა არის. და შენ ამბობ, რომ ეხლა მე აღარ გაგითვალისწინებ. მე პირველ სერიაში ვიყავი აი ასეთი რბილი და ტკბილი, არა, ვერ დაინახეთ? ანუ ისე არ არის, როგორც მე მინდა. მაშინ საზღვრებს არ დაგარღვევინებ. მაშინ მე არ გაგითვალისწინებ. მოდი ასე. მე აღარ გავითვალისწინებ, შენ რა ქსიამონებს, რა არ ქსიამონებს, მე ხლა პირდაპირ შევეცდები, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მივახციო ჩემსას. და რა თქმა უნდა, კონფლიქტია.
ენვისისთვის კონფლიქტი არის ძალიან ტკბილი ტერიტორია. ეს პირველად მესმის. ენვისისთვის კონფლიქტი არის აი ის ადგილი, სადაც მე ჩემ თავს გავიცნობ. ნაღდი ხარ, ცოცხალი ხარ. ანუ იმ ცოცხალს გამოვხატა. და დავინახავ ჩემ ლიმიტებს. დავინახავ ამ ლიმიტების მერე რას ვაკეთებ. ლიმიტების აღქმა როგორია ერთის მხრივ და მერე როგორ ვადაპტირდები აი ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობის ხვალდაზეგ იგივე რომ მოხდეს რას ვაკეთებ. ანუ ეგ თუ ცნობიერად მივდექი რა თქმა უნდა ეს არის საბადო. მესმის. და ეხა სად შემოგეჭერი როცა თქვი რომ ნუ ასეთი ვარ. ხა. შემოგეჭერი იქ სადაც და თან რო არ გითხოვია ისე ეგეც ძალადობრივად შემოგეჭერი რა ადგილას რომ მე თუ მეორე სერიაში ვამბობ რომ აი რა ვქნა ეგეთი ვარ მე და ეხლა აწი და ნუ ეს ერთჯერადი აქტი არ არის ხოლმე რომ მე თუ დიდხანს ვითმინე ან დიდხანს ასე ვაკეთე და დიდხანს ვაკეთე ჩემი გადაწყვეტილებრივ დღეიდან მე სხვანაირად ვიქნები გავრცელდება ბევრგან მეგობრებში სახლში გარეთ არ აქვს მნიშვნელობა ხომ თუმცა მე არ შევცვალო რომ ეს ესეთი ვიყავ და ეს მეორე სერია არის ასევე ზრდის პროცესია. ოღონდ თუ ცნობიერად ვიქენი ჩემ თავთან რაღაც მომენტში შევამჩნევ რომ დამღლის რა ეს მომენტი რომ ნუ რა ვქნა ახლა გამოვხატე ჩემი თავი ეგ ხო რაღაცის საპასუხო რაღაც დისკომფორტის საპასუხოთაც ჩნდება. ან თვითემპათია რა არის რომ დამშვიდება ჭირდება ჩემ თავს ან მანამდე რაღაც ხდება ჩემთვის და შეიძლება რაღაც მომენტში გავიღვიძო კიდე კარგად და დავინახო რომ არც ეს არ მუშაობს საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ან ხშირია კონფლიქტები ან მერეა რაღაცნაირი გემო უსიამოვნო ან დროში მცირდება წრე შეიძლება ან მცირდება ჩემი სურვილი გარეთ ვიყო. ანუ რაღაცნაირად ცხოვრების ხარისხს გიფუჭებს თუ ეს ხო აი ეს გულისხმობ როდესაც ეს ხშირი არის ალბათ როდესაც ეს ხშირია და მე იარლიყი კონფლიქტური ადამიანია. კი, ან ასეთი, ან ყველაზე ხშირად მომისმენიან, რა ვქნა, მე ძალიან პირდაპირი ვარ. ხშირად მომისმენიან, მე ვარ გულწრფელი და ამით, აი ყოველ ჯერზე როცა მესმის წინადება, რომ მე პირდაპირი ვარ და გულწრფელი ვარ და ამის გამო არ ვუყვარ ადამიანებს მაგალითად. ეს ჩემ წარმოდგენაში არის ფიქრი, რომ ნეტავ ხო არ არის ადამიანი იქ, სადაც შეიძლება ჯერ ყველა საჭიროება არ არის დაკმაყოფილებული მისთვის. რაღაცა არის კიდე დაუკმაყოფილებელი. რაღაცა ჯერ არ არის ნაპოვნი ის ფორმა. ეხლა მესამე სერია. ეს მარტო ენვისი არ არის, ეხლა ყველა სხვა მოდალობაც იგივე სიტყვის უბრალოდ ეხლა ენვისის ენაზე ვსაუბრობთ. მესამე არის როდესაც ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანი ხდება ჩემი საჭიროებები და შენი საჭიროებები. და მე ვუყურებ ურთიერთობას და კომუნიკაციას მთლიანობაში. და მთლიანობაში ვგულისხმობ არა მარტო იმას, ეხა მე რა მჭირდება და შენ რა გჭირდება. მთლიანად ვხედავ გამოცდილებით, ცოდნით, გაცნობიერებით, რომ მე ხვალ რო გავიღვიძებ. თქვათ კარგ ხასიათზე ამის გამო არ გავიღვიძებ და უკვე ვიწყებ ზრუნვას აი ამ მთლიან სურათზე. ისევე როგორც მე კარგ ხასიათზე რომც გავიღვიძო, ხვალ და ზეგ შეიძლება შენ ისევ შემომხვდე და ისეთ სიტუაციაში შემომხვდე, სადაც ისევ არ მესიამოვნება რაღაცა. ანუ რაღაცა გამახსენდება, რომ
არ გავითვალისწინე ყველა და ყველაფერი. ეს ის ადგილია, სადაც ისევ შეუძლებელ ამოცანებს არ ვუსვამ ჩემ თავს. აქ ლაპარაკი იმაზე, რომ თუ შემიძლია ხშირად აი ამ თლიანობას აღვიქვამდე და აი ეს ამ ცნობიერებით ვიყო, რომ მოდი აღვიქვამ, ოღონდ ეს არ გამომივა ყოველთვის. მაგრამ მაგის მერე მე აღარ დამაკმაყოფილებს, რომ აი ნიუანსია ჩემთვის ჯერ განსხვავება თავის დამშვიდებასა და მიმღებლობას შორის. აი როდესაც თავის დამშვიდება ძალისხმევა ჭირდება, თუ სწორად გავიგე, არა? თავის დამშვიდება აი თვითემპათიის მიცემას. კი, თვითემპათია, როდესაც არა თვითემპათიას არ გულისხმობ, როდესაც არის რაღაც ნაწილი, რომლის მიჩუმებასაც ვცდილობ ჯერ კიდევ. ხო, ჩახშობას. მაგალითად იმის ჩახშობას, რომ ეგ არის თავის დამშვიდება. პირობითად ეხლა ასე ვარქმევ. ხო, რო მაყურებელმა რას ვეძებ, იცი, აი რა მომენტში შეიძლება მომინდეს აი ამ მესამე ცნობიერებაში გადასვლა. რომ სხვისიც გაიგო, ხო? სხვასაც ემპათია მისცე, რომ მთლიანი სიტუაცია დაინახო, რომ მხოლოდ შენ კი არ ხარ. არამედ, არ ვიცი, ჩემი სიტუაცია რო ავიღოთ, თქვათ დამენახა, რომ რაღაცა დაღლილები შემოვიდნენ საქმეს აკეთებდნენ, ვერ გაითვალისწინეს, აი რაღაცა. შენ სიტუაციაში ხა მე მიჭირს ეს მაგალითის გაკეთება და მოგეხსენება რატომაც. არის შესაძლებელი. მაგრამ არის შესაძლებელი. კი, ნამდვილად არის. მეც მიჭირს, მაგრამ არის შესაძლებელი. და ცნობიერებაში მაგას გულისხმობ, რომ მე და შენ გვინდა თუ არა იყოს ჩვენთვის შესაძლებელი, თუ ვამბობთ, რომ იცი რა, აი ძალიანაც სწორი. იცი როგორ არის ჩემ შემთხვევაში, მინდა რომ შესაძლებელი იყოს და ხშირად ყოფილა კიდევაც შესაძლებელი, უბრალოდ ხანდახან თან ქალს ბევრი ფაზა გვაქვს, ახლა ჩვენ რაღაც ერთნაირი ხასიათი არ გვაქვს. და შესაბამისად მაგ ნაწილში თუ მოხდა ეგეთი რაღაც მაგის გამო არ დავუწყებ ფაქტია რომ არ დავუწყე ჩემ თავს კრიტიკა თორე ზოგადად ეს ცნობიერება მინდა და მაგიტომ მუშაობ ჩემ თავზე და იმიტომ ვახსენე რომ არ მინდა რომ ამაზეც ვისურვებდი უბრალოდ რომ ნერვები არ მომეშალოს და ზუსტად ეს მესამე ცნობიერება მქონდეს მაგრამ როგორც ვახსენეთ ადამიანები ვართ და ამ რაღაცა პირობასაც თუ უყენებ ეგეც ძალადობა გამოდის ესე რო ავიღოთ ხო იმიტომ მოხდა რა ვქნათ? ერთ-ერთი ფორმულირება მომეწონა. NVC-დან არ იყო, მაგრამ რელიგიური პირი იყო. სიყვარულზე საუბრობდა და ჩემთვის სიყვარული გრძნობა არ არისო, ემოცია არ არისო, ეს არის ეგზისტენციური posture. მდგომარეობა. ხო, შეიძლება არჩევანი თქვა, შეიძლება პოზა თქვა შეიძლება არ ვიცი მოკლედ როგორ ცნობიერება არის ზოგადად სიყვარული არა არჩევანი რა მოკლედ აი ეს არის ბედნიერება ხო ეგ არის ირჩევ რომ იყო ბედნიერი არა გადაწყვეტილება გაქვს იყო ბედნიერი მაგაში არ მეთანხმები არ ფიქრობ ეგრე მე რა წამსაც გადავწყვიტე შეიცვალა ჩემი ცხოვრება უფლება მიცე შენ თავს ხო მაგის ხო აი რაღაც როგორი რაღაც იცი რომ აი როგორც თქვი რომ მე ესეთი ვარ და ვთქვათ ვერ შევიცვლები ეგეც ჩარჩოა და თუ შენ თავს ეუბნები რომ რაღაცის გამო არ ხარ ბედნიერი გამოდის რომ არ ხარ ბედნიერი და რაღაცის გამო ბედნიერება არ მგონია რომ ეს მდგომარეობა შენ გულისხმობ რომ რაღაცა დეფიციტის გამო უარი არ თქვა სიხარულის განცდაზე რომ აი შეგეძლოს სიხარულის განცდა მაინც და ძალით არ ამყოფ. ესე გარემოში სულ რაღაცაზე იქნები დამოკიდებული. ეგ ხო ბედნიერება არ არის, ეგ რაღაც ემოციები რაღაც გახარებს, რაღაც გაბედნიერებს, რაღაც არ გახარებს. პირობითად, მაგრამ სულ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული. მოდი მე NVC-ის ჭრილიდან შევხედავ მაგას. NVC-ისთვის არ არსებობს რომელიმე ემოციის მდგომარეობა მუდმივი. მაგალითად, ბედნიერი ვარ ან ხალისიანი ვარ ან უბედური ვარ. NVC-ისთვის ეგ არ არსებობს. NVC-თვის არის მდგომარეობა ახლა და ამ წამს. აი ახლა განვიცდი, კი, აი ახლა მაქვს ბედნიერების განცდა. თუმცა
მთელი დღე ვერ მექნება ეს განცდა. მაგრამ მე შემიძლია როგორ თქვა, ზოგადად ბედნიერებასთან მაქვს გარკვეული კითხვები. კი. რა თვალსაზრისით, აი ბედნიერი ხარ, აი ეს ხარ სიტყვა თითქოს არ არის სიმართლე. იმიტომ რომ ბედნიერი ვარ როდის? ამ წამს კი ძალიან ბედნიერი ვარ, ეხლა რასაც ვაკეთებთ მე და შენ. ძალიან. აქედან რო გავალ, არ ვიცი. იმიტომ რომ ცხელა ტრაფიკია, გადათხრილია გზები, მაგ ბედნიერების განცდასთან რო დავრჩე კავშირში, ძალიან ცნობიერად უნდა ავირჩიო რაღაც კონკრეტული ფიქრებით. არ ვიცი, მაგით დავკავდები თუ არა, აქედან რო გავალ. ამიტომ ახლა და ამ წამს ისევე როგორც მე არ მახსოვს შენ გახსოვს თუ არა როზენბერგის ის ვორქშოპის ჩანაწერი როა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომენტი ჩემთვის არის როდესაც როზენბერგი აკეთებს დიალოგის რაღაცა დემოს რა სიმულაციას და როცა ყვება რომ ჟირაფისთვის სიყვარული ბედნიერება არ აქვს არ არის ემოცია არის საჭიროება ანუ მე მაქვს საჭიროება სიყვარულის ბედნიერების განცდის არ აქვს მნიშვნელობა, ხო? და სიმულაცია ჟღერს ასე, რომ აი მაგალითად ცოლი ეკითხება ქმარს, გიყვარ ვარ? და ჟირაფი ქმარი, მისთვის ემოცია არ არის სიყვარული. მოუბრუნდება და ეტყვის, როდის? ამაზე შეიძლება გაგიჟდეს ცოლია, მაგრამ ეგ არის ენვისისთვის ეგ არის, როდის აი ამ წამს ძალიან 5 წუთში არა, იმიტომ რომ როცა მთხოვ წამოდი სადღაც სასეირნოთ, როცა მე მეძინება და მაგ დროს არ მიყვარ. ანუ რეაქციაში თუ ხარ, იმ წამს სიყვარულს ფარავს ეს რეაქცია თითქოს არა? იმ წამს სიყვარულის საჭიროება შეიძლება დაკმაყოფილებული არ ქონდეს. ანუ ეს განცდაში ეხლა არ იყოს სიყვარული, არამედ იყოს სხვა რაღაც იყოს პრიორიტეტული. ანუ საჭიროებების სიცოცხლეც მაგაში გამოიხატება, რომ ერთი და იგივე საჭიროება გადაბმულად 10 წუთი შეიძლება არ მქონდეს. და თითქოს ძალადობრივი შეიძლება გამოდიოდეს, რომ აი გიყვარდე სულ ყოველ წამს, ყოველ დღე სიცოცხლის ბოლომდე და არ არის ეგრე. ანუ თითქოს აი სიმართლესთან არ არის თითქოს ტყუილია. სინამდვილესთან თუ აი რა სიტყვა გამოვნახო, სინამდვილესთან ალბათ, რა აი ცოცხალთან შეიძლება ესე რა. თუმცა აი მეორეს მხრივ რა შევხედოთ, ეგ გასაგებია, მაგრამ იმ თლიანობაში მე ისე აღვიქვამ, რომ სიყვარულის უნარი, ხო, მე ვისწავლე სიყვარული. იმიტომ რომ იმას არ ნიშნავს ბევრჯერ მithქვამს რამდენიმე ადამიანი რო გიყვარს ეგ რო შენ შეგილია სიყვარული ანუ შენიანი სიყვარული ყველა შეუძლია ხო და სიყვარულის უნარი არის როდესაც მე და შენც გვისაუბრია ამ თემაზე როცა შენ შეგიძლია რომ ზოგადად კონდეს ის სიმძლავრე რომ გაუშვა და რაც ადამიანები გიყვარდეს, თუმცა რეაქციაში რო ხარ, რა თქმა უნდა, ეხ ჩემი მაგალითი რო ავიღოთ, მე იმ მომენტში აშკარად ის ადამიანები არ მიყვარდა. მაგრამ აი რას გულისხმობ იცი, რომ მაინც უნარი სიყვარულის რომ მაქვს. აი ამ მდგომარეობას გულისხმობ და თუ არ მაქვს სიყვარულის უნარი, არც იმ ჩხუბის დროს, ჩხუბის გარეშეც ისე არ მექნება მაშინ სიყვარულის უნარი. აი ამას კონტექსტი რომელიც აი ეს კარგი კაცი რო გამახსენდა დღეს ეგზისტენციალური ორიენტაცია თუ გნებას ხო existential posture რომელიც ამბობს კონტექსტიც ეგ იყო მაგას გამოხატავდა რომ სიყვარული როგორც ეგზისტენციალური არჩევანი თუ ორიენტირი იმას ნიშნავს რომ იმ მომენტში როცა მე შენ არ მიყვარხარ მაინც მახსოვდეს რომ მე სიყვარული მინდა შენთან და ავირჩიო ვიმოქმედო ისე რომ ეს სიყვარული მქონდეს როგორც აი კომპასივით ორიენტირი რა რომ ეგ მინდა მე მგონი კიდე ორ რაღაცას აღწერ შენ ერთი
აი ეს გადაწყვეტილება რომ ხომე შენს გვერდით ვარ მაშინაც როცა არ მიყვარხარ და კი ხანდახან არ მიყვარხარ აი ეს სინამდვილე და მეორე უნარი როგორც სიყვარულის უნარი სხვა შორის როცა საჭიროებები დაკმაყოფილებული გვაქვს ბუნებრივად ეს უნარი ხო შეგიმჩნევია ყველა რო გიყვარს კი როგორ ხო როცა ის საჭიროებები რაც ყველაზე ძვირფასია იმ მომენტში შენთვის დაკმაყოფილებულია სრულად ეს გული რო ღია რაღაც იხსნება სიყვარული პირველია რაც მოდის და ყველაფრის მარტო მე და შენ და ერთმანეთი კი არ გიყვარს სცენარე მიყვარს ეს ყველაფერი მიყვარს ანუ აი ეს გაფართოება რომელიც მოაქვს საჭიროებების დაკმაყოფილებას კიდე ცალკე უნარია სხვა შორის ერთი ენვისი იყო მისი ძირითადი მიმართულება, მაგრამ სხვადასხვა რაღაცებს აკეთებდა ეს კაციც რობერტ გონზალესი, რომლის ძირითადი პრაქტიკები იყო მას ის არქმევს ამას საჭიროების მშვენიერებასთან დაკავშირებას. და გარკვეული პრაქტიკებით, მედიტაციებით გნებავს. უკავშირდებოდა მისთვის იმ მომენტში ყველაზე ძვირფას საჭიროებას და ეს გაფართოება ხდებოდა მაშინაც როცა დაკმაყოფილებული არ არის, მაგრამ შენ წარმოსახვაში როცა უკავშირდები, აი მაგალითად, აი ახლა ყველაზე მეტად რაც გვინდა, აი რაც მოვა ახლა ამ წუთას ხო, გონებაში, აი ახლა რა იქნებოდა ყველაზე მეტად რა საჭიროებაც გინდა იყოს დაკმაყოფილებული და არ არის. 3 წუთი მე და შენ რო გავჩერდეთ, თვალები დავხუჭოთ და წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი, სურათი რო დავინახოთ ჩვენი თავი სიტუაციაში, სადაც ეს საჭიროება გვაქვს 100%-ით დაკმაყოფილებული. მაგ მომენტში თან გონებას და ტვინს როგორი უნარი აქვს, არა ეს ნეიროპლასტიურობაზე როცა საუბრობთ მათ შორის. გონებას შეუძლია ისე წარმოიდგინოს, რომ გული ისევენაი იმ ხელაზე გაიხსნას, როგორც გაიხსნებოდა მართლა რეალურად რო იყოს ეს. იმიტომ რომ გონება რეალობას და წარმოსახვას ვერ ანსხვავებს და მაგიტომ. მაგრამ თუ უნარი არ გექნებოდა, ვერ წარმოიდგენდი ამას გულისხმობ. იცი რა, არ არის ესე? თუ არ გაქვს სიყვარულის უნარი, როგორ წარმოიდგენ მაგას? რადგან ასევე არსებობს თეორია, რომ ენვისი არის დაბრუნება იმასთან, რაც ჩვენ ძალიან ბუნებრივად ვიცით, სიყვარული პირველ რიგში. უფრო გახსენება და დაბრუნება, ან უნარი ოდესღაც გქონდა თურმე, სანამ არ ჩავიხშეთ და ჩაქუჩით არ ურტყით ამ უნარს. მანამდე გქონდა და ეს იყო განუსაზღვრელი. ანუ როცა იბადება ბავშვი, თქვა დედა უყვარს? როგორც უნარი და პოტენციალი იმის, რომ სრულფად, ანუ შენ როდის გრძნობ თავს კარგად? სხვა შორის ერთ-ერთი ჩემი კოლეგა ამბობს ასეთ რაღაცას, რომ მე შენზე ზრუნვა და სიყვარული მიყვარდე შენ, ძალიან მინდა ამ უნარს ვავითარებ, იმიტომ რომ მე მომწონს როგორ გრძნობ ჩემ თავს, როცა მიყვარხარ. როცა სიყვარულის უნარი გაქვს, ხო? და ეს მდგომარეობა, ჩაშენებული მდგომარეობა გვაქვს, რომ ბუნებრივად ჩვენ ეს გვაფართოვებს, ანუ სიყვარულის საჭიროება და უნარი პოტენციალს ჩაშენებული გვაქვს. თუ რაღაც რთული მოვლენები არ მოხდა, ან არც თუ ისე რთული და კონვენციური წავედით სკოლაში, ან წავედით ბაღში და გითხრეს, რომ ასე კი არა, ასე. და თუ ასე არ, მაშინ არ გეყვარები, არ მეყვარები, მთელი ეს ჩაჭვი, როგორც ეს ხო, კონვენციური conditioning, როგორც მდგომარეობა. ეძახიან, რომ ეს ჩარჩოებში მოქცევა, რომ აღზრდის პროცესში, ჩარჩოებში ჩვენი მოქცევა, როგორც მოხდა. ამ უნარის დაბრუნებაზე, ანუ აი იმ პირველად პოტენციალში, რომ ეს სრულად არსებობს. ხო, იყო მაგასთან შეკავშირებაზე არის თითქოს საუბარი და არაფრის ახალს არ ვქმნით ჩვენში. მაგრამ მართალი ხარ, როდესაც ადამიანი არის, ესე იგი, თვითკმართან ისეთ სიტყვა რა, კაი ხმამაღალი სიტყვა არის.
მაგრამ ნუ მიგრძნია თავი ეს რესურსში, მოდი ესე ვთქვათ. და როცა ვარ რესურსში, შემიძლია რა თქმა უნდა ზრუნვა და სიყვარული და მოთხოვნილებაც მაქვს, კი. და როდესაც დეფიციტში ვარ, ჯერ ჩემი თავი გამჭირვებია რა თქმა უნდა და შეიძლება შვილებმაც მოგეშალონ ნერვები, ხო? იმიტომ რომ საკუთარი თავისთვის ვერ მიგიხედავს, ხო? და ენვისისთვის ეხარაზე საუბრობ ერთ-ერთი საკვანძოა თვითკმარობა იმ თვალსაზრისით, რომ მე თუ შემიძლია მახსოვდეს სულ, რომ საჭიროება უნივერსალური გვაქვს და ყველას გვაქვს ერთი და იგივე საჭიროება მეტნაკლებად სხვადასხვა მომენტში. და არის ზღვა შესაძლებლობა ამ საჭიროების დაკმაყოფილების. ლიმიტები შემოგვაქვს მაშინ, როდესაც მე მგონია, რომ მხოლოდ ამ გარემოებაში შემიძლია, მხოლოდ ამ კონკრეტულ ადამიანთან, ან მხოლოდ ამ პირობებში. მაგალითად, უნდა მქონდეს პირობითად ამდენი ფული, აი ეს პირობები, ეს ამ ტიპის დამოუკიდებლობა, რომ შევძლო ვიყო რა ვიცი. ბედნიერი? მაგალითად, თუ ისევ ჩარჩოს შემოვიდანთ, ან სხვა შემთხვევაში მე ვერ განვიცდი სიხარულს, მაგალითად. და როდესაც თვითკმარობა, მე როგორც მესმის, საინტერესოა შენ როგორ განიცდი ხოლმე. მე როგორც მესმის არის მაქვს თუ ერთია რომ ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება და მეორე შესაძლოა ყველაფერი არ მქონდეს რაც მჭირდება, მაგრამ მაქვს ძალის განცდა, ეს შინაგანი ძალის განცდა, რომ მაქვს ძალები, რომ ეს მოვიპოვო და ასევე არ ვარ მიბმული რაღაც კონკრეტულ ერთ ფორმასთან, აი ამ საჭიროებების დაკმაყოფილების. და ხშირად ეს თვითკმარობა, აი მაგალითად ისეთ მარტივ თითქოს სიტუაციებში შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი წყარო, მაგალითად წყვილში რა არის ხოლმე, როდესაც ერთი და იგივე მომენტში სხვა რაღაცის კეთება უნდა ორ ადამიანს, მაგალითად, ხო? და ენვისის გადმოსახედიდან მე რაღაცის კეთება კი არ მინდა ჩემ პარტნიორთან ერთად, არამედ რაღაც საჭიროება მაქვს იმ მომენტში და ჩემ პარტნიორთან ერთად რაღაცის კეთება არის ერთ-ერთი გზა, რომ ჩემთვის იმ მომენტში ყველაზე სასურველი გზა. რომ ეს საჭიროება დავიკმაყოფილო. მაგალითად, პირობითად დასვენების და კავშირის საჭიროება ერთდროულად. ან იმ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად თუ ამას ვაკეთებ, შეიძლება ამას მოყვებოდეს რაღაცა მხიარულება, იუმორი მოყვებოდეს, კონკრეტ რაღაც საჭიროებას მიკმაყოფილებდეს, კონკრეტულად ეს ამ ადამიანთან ერთად რაღაცის კეთება. მე თუ ვუკავშირდები ჩემს საჭიროებებს, მაშინ და არა მარტო ჩემსას, პარტნიორის ასევე. მაშინ შემიძლია დავინახო, რომ მე მაქვს ეს საჭიროებები და ამ მომენტში ჩემ პარტნიორს აქვს განსხვავებული საჭიროებების სეტი. მაგალითად, მე გართობის ხასიათზე ვარ და მასთან კავშირის და ჩემი პარტნიორი დასვენების საჭიროება აქვს მას და კავშირი ჩემთან უნდა ოღონდ ახლა ამ წუთას არ უნდა, დასვენება უნდა, ავტონომია უნდა, მაგალითად, განმარტოება, დამოუკიდებლობა. უბრალოდ დროში სხვადასხვა საჭიროებების სეტი საკმაოდ. კი, საკმაოდ. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საკითხია ხოლმე კონფლიქტის წყარო. და კონფლიქტს ხშირად რაბადებს, რომ აი ის გიყვარვარ როდის ეგ ბადებს კონფლიქტს, რომ მე მაშინ დასკვნა დიაგნოზს ვამ ამ ურთიერთობას ვუსვამ დიაგნოზს, რომ შენ თუ ახლა ეს ჩემთან ერთად არ გინდა, ესე იგი შენ მე არ მგიყვარვარ და საერთოდაც პატივს არ და საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი შენთვის და ასე შემდეგ თელისია. ენვისის გადმოსახედიდან მე შემიძლია დავინახო მასში რა არის ამ წამს ცოცხალი, მას რა საჭიროებები აქვს ამ წამს და მე რა მაქვს და ავირჩიო, მე შემიძლია ვუთხრა, რომ კარგი, ახლა კი არა და როცა იქნება, ხვალ გავისეირნოთ ერთად. დათმო. ასე ვთქვათ. დავთმო არა. არ დავთმო. გავუგო ემპათია მივცა. ჩემ თავს შევუკავშირდე და ვნახო, ძალიან მინდა ახლა მე. თუ ძალიან მინდა, დაგირეკო შენ. თაკო, შენ ხო არ გინდა ეხლა? მანუ მეგობრითგან შეივსო ეს საჭიროება, ხო?
ან მარტო მათ შემიძლია შევისწრო. მარტო, ეგ უნდა მეთქვა, მარტო. ან შეიძლება პრეფერენცია კიდევ ერთხელ მე მაგალითად მგონია რომ მან დაუმშვიდდი ზოგადად, როცა საკუთარ თავთან ისეთი კომფორტი უნახე, რომ ეს საჭიროებები აღარ ყვირის. ხო, ანუ დაინახე რომ აღარ ვარ, ანუ ჭიქა სავსე ხო არის რომ ამბობენ რომ თუ სავსე ხარ, ანუ მეორე ნახევარი აღარ დამჭირდა. იმისთვის რომ რაღაც გააკეთო, ოღონდ მეორე ნახევარს თავის მხრივ ძალიან ძვირფასი ფასეულობები და უბრალოდ აღარ არის ეს მიბმული რომ ეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილება კონკრეტულად ეს ადამიანი თუ მას არცალია ან არ არის პირობითად ახლა აქ რა შიმშილო ყოველ შემთხვევაში მაგის გამო ხო რაღაც უბედური არ ხარ და დაკარგული ხო ანუ ეძებ გზას კი და ეძებ გზას მეგობრებია თუ რაღაცა ან საკუთარით ყველაზე მე ჩემ შემთხვევაში საკუთარი თავია იმიტომ რომ მაინც მიბმული ხარ ვიღაცისგან შევსებაზე და მაინც იტანჯები ჩემ შემთხვევაში ესე იყო იცი რა არის რაღაც ანუ ისევ მიუბრუნდები ჩვენ და შეიძლება სეირნობით ჩაანაცვლო და მარტო გახვიდე ისეირნო ან სულ ისევ სულ მარტო ხო არ ირჩევ რაღაცის კეთებას ან რაღაცას ირჩევ მარტო რაღაცას ირჩევ მეგობრებთან ერთად უბრალოდ აი ეს აღმოჩენა რომ უი თურმე მარტოც ძალიან კარგად შეგიძლია ამის კეთება ძალიან ძვირფასი აღმოჩენაა რა თქმა უნდა იმიტომ რომ თავისუფლება მოაქვს არა მარტო შენთვის პარტნიორისთვის მე მგონი რომ სისავსის შეგრძნება გაქვს და აი თვითკმარობა რო ახსენე ხო აი ეგ ნაწილი არის პრინციპში რომ რაღაცა ძირითადი რაღაცების კეთება მე პირადად ეხა უკვე ეს 40 პლუსი იმიტომ არის ჩემთვის რაღაცნაირად რო ამბობენ რომ გინდა რომ უფრო რაღაც 30-ის იყო ან 35-ის ბიოლოგიურად რატო არ მინდა მაგრამ არ მენდომება იმიტომ რომ როგორ კომფორტშიც მე ამასაკმა ანუ მამყოფებს ეხა და მომიტანა კომფორტი არ ვიცი ეგ არის რა ალბათ თვითკმარობა რომ რაღაცეებს შენ თავად მეგობრებთან ერთადაც ყოფნა ძალიან მიყვარს წყვილთან ერთადაც მაგრამ საჭიროებები და შიმშილი აღარ გაქვს ამისი და მარტო გზები გაგნაირნაირი შენ საჭიროებების და იმდენად მიყვარს ჩემ თავთან ყოფნა მარტო დარჩენაც მჭირდება რომ დაუმშვიდდე ანუ გარეთ აღარ ვარ უფრო მეტად შიგნით ვარ და მგონია რომ ეს რაღაც თვით განვითარებაც და საკუთარ თავზე მუშაობა საკუთარ თავის შეყვარებაც ალბათ ამ წყვილთანაც შეიძლება ვინმესთვის საჭირო ინფორმაცია იყოს ეს გაწყნარებს იმიტომ რომ სულ მუდმივად ის ადამიანი ციღლება სულ რო უნდა შეგივსოს რაღაც დეფიციტი მე ვიყავი ესე წლები და ძალიან რთულია ხო რამხელა ნახტომია მე და იცი რაზე დავაპაუზე რამხელა გზა არის ხა მე და შენ როგორ ესე ვყვებით ეს არა უდიდესი გზა შეგიძლია ისე და რამხელა გზა არის იმდენი ტკივილი დაავარდნა დგომა რა ვიცი ძალიან რთული ცხოვრება მაქვს ესე გამოვლილი რომ შეხედო მაგრამ ხო რაღაც ვარ ეხა იმ წერტილში ხო როდესაც საკუთარ თავთან იმდენად კარგად ვარ რომ დეფიციტს ვერ დავარქვა უბრალოდ დანამატია კარგი ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა რაღაც მომენტები მაქვს ცუდად ვარ და შეიძლება კი მჭირდებოდა შეიძლება დედასთან ყოფნა მაგრამ ეს თუ არ იქნება ამის გამო ადრე შეიძლებოდა დეფიციტის შესავსებად რაღაც ძალიან სულელური ნაბიჯიც გადამედგა და თავი დამეზიანებინა და ჩემ ფასეულობებისთვის მეღალატა ეგ აღარ ხდება აი ამას გულისხმობ ამას გულისხმობ ხო კი და რაღაც ნაბიჯების და რაღაც პროცესის შედეგია რომელიც ისევ ჯერა რომ შენი მაყურებელი დიდწილად ამ გზას გადის და ყველა არ გადის სამწუხაროდ ხო მესმის მაგრამ ეგეც რაღაც ის არის ხო ყველას რაღაც ჩვენი ცხოვრებიდან თავისუფალი ნება და ისტორია და ყველაფერი ინდივიდუალურია კი ძალიან ოღონდ ამავდროულად როგორი გადაჭაჭულები ვართ ყველანი ანუ როგორც ეხა რომელი სევდა მაქვს იცი აი სოციუმის რა როგორ ვისურვებდი რომ რაღაცა ეს კოლექტიურად რაღაცას გავდიოდეთ
ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ვახდენთ ერთმანეთზე გავლენას. რა თქმა უნდა. ისევე რეალურად როგორც ხო, ეს პოდკასტიც რეალურად მაგას ეძღვნება. ანუ რამდენი მაყურებელიც არ უნდა მყავდეს, რეალურად ეს გაზიარებაც მაგას ეძღვნება, იმიტომ რომ მე ვყოფილ ვარ ისეთ მდგომარეობაში, როცა აი ამ რაღაცა გაზიარება მომცა ახალი ჩასუნთქვის საშუალება და ნაბიჯის გადადგმის, რომ ჩვენ ერთმანეთს ძალას ვაძლევთ. ყველა ვარიანტში და ჩემთვის მაგალითად, რა ვიცი, ერთ შენ სიტყვას მოუცია იმ ხელა ძალა, რომ თავიდან დავბადებულ ორღონ მართლა. და მგონია, რომ გვაქვს მაგის უნარი, რომ ერთმანეთს ძალა მივცეთ. ნამდვილად გვაქვს. შენი სიტყვით მოცემული ძალები ჯერ არ არის ასახული კარგად. მაგრამ რამოდენიმე თვეში თუ მაყურებელსაც გავაცნობ შენი პროფესიით და საქმით, რა შეგიძლია სხვისთვის გააკეთო. ხო, მაგასაც ცოტაშორის სანამ დავასრულებ, უნდა გკითხო. კი, სევდა რომელიც მაქვს, რომ რაღაც პროცეს, აი ამ არაძალადობრივ პროცესს გავდიოდე ჩვენ როგორც სოციუმი. ძალიან მინდა ვისურვებდი. ეს ისე ჩემ ოცნებებს გიზიარებ ახლა. იმიტომ რომ პრინციპში ყველა კონფლიქტი იბადება აი ამ ილუზიით, რომ არჩევანი არ არის. ხო და ეხა ეს გარემოში ეს კონფლიქტის ეს ხარისხი მახსენებს ხოლმე რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ მეც შენც. ხო გულიდან რო აკეთებ პატარა წვლილი რო შეგაკ ხო იმიტომ რომ არ გააკეთო მგონია რომ რაღაც ვერ ისვენებ ხო ხეცი რო ამბობენ რომ აი ხატვარიო ეხატინებაო წერალსო ეწერინებაო და ჩემ შემთხვევაში მე ესეთი სამწუხაროდ ნიჭებით არ ვარ დაჯილდოვებული მაგრამ ხო იყო რაღაც მომენტი რომ რაც გაზიარების ძალიან მაღალი სურვილი მქონდა და შიში ამავდროულად ხო, რამხელა შიში მოყვება მაგას. მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ხო რაღაცნაირად სხვანაირად ვერ შევძელი და ამიტომ შევძელი და არ არის ეს ნამდვილად რაღაც ვერ გააკეთებ მოკლედ ფიზიკურად აი ტრენს აყოლაში ვერ წახვალ რა ვერ გააკეთებ თუ რაღაცნაირად გულით კი იმიტომ რომ ძალიან დიდ იმას მოითხოვს ძალის ხმევას ენერგიას და რა ვიცი ბევრ რაღაცას რა ნამდვილად კი და ეგეც ტრენდის აყოლაც რაღაც ნაწილზე საკუთარ ნაწილზე უარის თქმა ერთგვარად ხო რაღაც ირჩევ იმას იმიტომ რომ და რაღაც ძალიან შენს უბრალოდ კარგია რომ პოდკასტები ხა ძალიან ტრენდულია და ეს მედიუმი ანუ ისეთია რა რა თქმა უნდა მისაღებია და თავისუფალი სივრცეა და რაზეც გვინდა იმაზე ვისაუბრებთ კი ერთმნიშვნელოვნად და მაყურებელსაც რამხელა არჩევანია რამხელა თავისუფლება ხო ხა მე რომ ის ამ დროში რო ყოფილიყავი 20 წლის ალბათ საერთოდ სხვა ცნობიერება მექნებოდა ხო დღევანდელ ეპოქაში მე 20 წლის აღარ მყოფნის ხო იცი ხა ვოცნებობ 4-ის ვიყოთ ეგეც არის ეს ეპოქაში არა 20 არც 20 არც 15 არ მყოფნის 3 ან 4 წლის რო ხო გაზიარების შიში კი სხვათა შორის ხო ეს ვორქშოპებიც მაგას ახლა რაც ავაწყე რისი გაზიარებაც მინდა სხვა მე ძალიან მაინტერესებს და არ გაგაზიარებინა იმიტომ რომ პოდკასტში გამიზიარეთ ნაწილობრივ ახლა ის მაგ ხო შიდა კონფლიქტი ჩემი როგორ გამოიყურება გაგიზიარებ მაგასაც ერთის მხრივ მინდა რომ ყველას ვუთხრა რას ვაკეთებ და მეორეს მხრივ მინდა რომ ჯგუფი იყოს მცირე პატარა ჯგუფი ძალიან ხო და ამიტომ გავაზიარებ და დანარჩენზე ვიზრუნებ მე პროცესში. იმიტომ რომ შიში არის დიდი და იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი ხოლმე ეს შიში რეალურია თუ არ როგორც ავაწყო ეს სერიასავით გავაკეთე რა მოკლედ სამნაწილიანი პროცესი მაქვს ახლა აწყობილი. ნაწილი პირველი არის
ესე იგი, NVC და კიდევ რამოდენიმე მოდალობა, რომელიც მაქვს ჩართული ამ პროცესში და ეხლა მაგაზე ეხლა არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მაინც NVC-ზე გვინდა მეც და შენც რო იყოს აქცენტი და დავტოვოთ NVC-ზე, მაგრამ workshop-ის რაღაც 60% არის NVC და კიდევ სხვა კომპონენტები აქვს workshop-ს, მაგრამ თემები არის ასეთი. პირველი ნაწილი არის შეხვედრა სირცხვილთან და დანაშაულთან და ამას აკეთებ როგორ დიდ სირცხვილთან და დიდ დანაშაულთან არა. პატარ-პატარებთან იმისთვის რომ ჯერ რბილად ესეც ჩვენც ხო გავაკეთეთ მსგავსი. კი და ეხლა დაშლილი მაქვს სამს ცალკე კომპონენტად. პატარ-პატარა სირცხვილებთან შეხვედრა და დანაშაულებებთან იმისთვის რომ მექანიზმი გავიგოთ როგორ მუშაობს და NVC-ის მექანიზმი ავამუშაოთ ამ ემოციებთან დაკავშირებით და ამავდროულად ეს უნარები განვითარდეს. რაც უფრო განვითარებ უნარებს, უფრო დიდ საკითხებს შემიძლია, უფრო მშვიდად შევხვდე, რა თქმა უნდა. ამიტომ პირველ სერიაში სირცხვილი და დანაშაული, იმიტომ რომ ეს ორი ემოცია არის, რაც გვაჩერებს ხოლმე ყველაზე ხშირად რაიმესგან ზოგადად, ხო? ურთიერთობა იქნება თუ სადმე რაღაცის დიდ გაკეთება. ამიტომ აი ოდნავ რომ შევეხოთ ამ საკითხებს, იმისთვის რომ მეორე დიდი თემა, რომელიც მოდის არის უკვე NVC ურთიერთობებში, საკუთარ თავთან და სხვასთან. და ურთიერთობა როგორც ცნობიერება და როგორც ტექნიკები მათ შორის მაგაში მეცადინეობთ და მესამე ნაწილი არის საკითხი, რომელიც ესეთია, რომ დიდი ხანი ვერ მქონდა მე თვითონ გარკვეული ამ ორ საკითხთან ურთიერთობა და რომ მივხვდი, რომ ეს არის კვინტესენცია მე ყველაფრის, ანუ როგორ რაში აისახება ხოლმე. ძალაუფლება და ფული. მესამე ნაწილი. ანუ ფული როგორც ინსტრუმენტი და როგორც ერთ-ერთი საზომი, როგორ მოძრაობს ენერგია და ძალაუფლება როგორც ერთ-ერთი საჭიროება, ძალის განცდა და ძალაუფლების განცდა უნარის რაღაცასთან შეხვედრის უნარის განცდა, როგორც ერთ-ერთი საკვანძო და სასურველი ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ასე ვერ გაგებული. როგორც ფული. და NVC, რომელიც უყურებს ძალაუფლებას როგორც ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს და უნარი, რომ ძალაუფლება გამოვიყენო იმისთვის, რომ რაღაც გავაკეთოთ ერთად. განასხვავებს ძალაუფლება რაღაცაზე დიქტატურასა და ალბათ ლიდერობა, რომ შენ სხვებს პირიქით, ხო? კი, და როგორც ძალაუფლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ საერთოდ ყველაფერი წყალში შეგვიძლია ჩავყაროთ ეს თეორიები, მე თუ არ მაქვს ძალა, რომ რაღაც გავაკეთო და აი ამის ამასთან და ამ თემაზე, ამ ორივე თემასთან და საკუთარ თავში გარკვევა, ხო, საერთოდ რა არის ჩვენთვის ფული? რა თქმა უნდა, კი, რა ურთიერთობა გვაქვს? რა თქმა უნდა, კი. იმიტომ რომ ფულითან სავარაუდოდ კი არა და ნუ ესეა, რომ უსაფრთხოების ნაწილია. მათ შორის ასევე ერთ-ერთი რესურსი. და მე აი რატო გინდა ბევრი თუ არ გინდა ცოტა თუ სამყოფი თუ აი ძალიან ბევრ რაღაცას გეტყვის საკუთარ თავზე, არა? ძალიან ბევრი. და ძალაუფლებაც მათ შორის. საბოლოო ჯამში ფულიც და ძალაუფლებაც რაღაცნაირად იმ პირველთან არის ხოლმე მიბმული სირცხვილის და დანაშაულის გნობასთან და ამ ორივეს და ტრანსფორმირება მე ღრმად მწამს და ჩემი მოგონილი რა თქმა უნდა ეს არ არის ღრმად მწამს რომ ზრდის ერთ-ერთი ფორმა ეს არის კეთილდღეობა და ზრდა როგორ მოვიპოვებ კეთილდღეობას და მე როგორ გვიყენებ ამას
ამ ძალას როგორ ვიყენებ. ასე რომ ძალიან საინტერესო თემები არის, რაც რაღაც მოკლედ არის შეკრული და კი, ესე ტრილოგია სვარქმევ და ეხლა პირველი რაუნდი გავაკეთეთ პატარა ჯგუფთან და უდიდესი სიამოვნება მივიღე და აი ხლა დღეს მოვისმენ უკავშირს მარტო მე ვისიამოვნე პროცესით თუ მონაწილეებმა როგორი სიამოვნეს მაგასაც მოვისმენ და ახლა მალე დავიწყებთ უკვე მეორე ნაწილს. უკავშირზე გამახსენდა ჩვენ workshop-ზე რომ ესე იგი ერთმანეთს ვუსმენდით რა არის ჩვენში ცოცხალი. ჩემთვის იყო საოცრად მნიშვნელოვანი ის მომენტი, როდესაც ჩუმად ვუსმენდი ადამიანს, რომელიც მიზიარებდა საკუთარ შეგრძნებებს და თან მაგ დროს ძალიან გულწრფელი ხარ, იმიტომ რომ მიდიხარ, ძირითადად მიდიხარ შიგნით და აზიარებ და აი ეს შეგრძნება რომ ზიხარ ჩუმად ხარ, არაფერს არ ეუბნები და ამას ისმენ, გრძნობ რაღაც ველია თქვენ შორის და აი რაღაც მაგ დროს იყო, რომ თავიდან უხერხულობა მქონდა, ცოტა მწხვენოდა, აი რაღაც იმდენი ემოცია მოდიოდა და მერე დროთა განმავლობაში მაგან ისე გამზარდა სხვათა შორის. ადამიანებს ეხლა აი მაგალითად ადრე იყო რაღაც სიჩუმე და პაუზა მძაბავდა. და ისე გამზარდა, რომ აი რაღაც სხვანაირად ემპათიურად მოსმენა მასწავლა და თვითონ ჩემი თავი რაღაც სხვანაირად გავიცანი. პატარა დეტალია თითქოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? და როგორ ის არის? თან შენი საქმისთვის როგორი მნიშვნელოვანია? ორივე საქმისთვის, რომელსაც კი არა და სამივე საქმისთვის, რომელსაც აკეთებ და ძალის შეგრძნება? ხო, რომ რაღაც აი შინაგანი ძალა რომ ამასთან იყო ისე რომ აი მშვიდად იყო აი ამ როგორ მიუჩვეველ კი არა მიჩვეულ დისკომფორტში თუ მიჩვეულ ხერხულობაში უცბად რომ იღვიძებ და ხარ კომფორტულად და ძალას გრძნობ, ხო? იმიტომ რომ თან ჩვენ ძირითადად მიჩვეულები ვართ, რომ ადამიანი რაღაცას რო გიზიარებს, შენ ავტომატურად უნდა თითქოს და ხარი დაუჭირო ამ შენი ჩართვებით. ნუ ჩვენ ესეთ კომუნიკაციას ვართ მიჩვეულები და ამიტომ იყო ეს ძალიან ისეთი განსხვავებული და ამან მართლა ძალიან ესეთი შინაგანი რაღაც საკუთარი თავის აღმოჩენა მომცა. ხო. მადლობა ამისთვის შენ და ბევრი რაღაცისთვის კიდევ, კი. ხო. იცი გამახსენდა რომ რა მომცა ენვისი. აი ეს ემპათია. ხო, მომცა აი ეს მესამე ცნობიერება, რაზეც საუბრობდით, ხო? ხო. რა თქმა უნდა, სულ ვერ ვახერხებ. მაგრამ აი მაგის ცოდნა და უნარი რომ აქვს ძალიან ბევრ სიტუაციებში ძალიან დამეხმარა და მეხმარება ეხლაც. იმიტომ რომ ისეთ სიტუაციებში ისეთი ადამიანის მდგომარეობაში შემიძლია შევიდე და მისი გადმოსახედიდან დავინახო რაღაცეები. არის უნარიც პრინციპში ნუ ალბათ მქონდა რა ხან გამომივიდა, მაგრამ მგონია რომ შეიძლება არც მქონდა და ვისწავლე. ხო. აი ემპათია როგორც უნარი, როგორ მნიშვნელოვან რაღაცას შეეხება. ეს როგორც აი ენვისი, ძალადობა რომ მეგონა რომ არ ძალადობ და რო გაირკვა რომ ყველაფერზე ძალადობ საკუთარ. ზუსტად იგივე განცდა მქონდა ემპათიაზე რომ გავიგერ რა არის და რა არ არის ემპათია, მანდაც როგორი გაკვირვება მქონდა რომ რანაირად ახლა ჩუმად მოსმენა რანაირად არის შენი რაღაც ემპათია მხარდაჭერა სად არის ან მაგალითად ემპათია საერთოდ რო არ გულისხმობს საკითხის გადაჭრას რომ გამოსავალი მოძებნას ასწრაფოდ ხო რომ დარჩე ამ შენს არ ვიცი რაღაც ტკივილში და იყო და ამ ტკივილთან შეხვედრა რომ მაგის მიზანი და ემპათიის მიზანი რა არის სინამდვილეში რომ ისეთი სივრცე მივცე საკუთარ თავს თუ სხვას
და ისეთი presence ხო მასთან ერთად რომ გაიშალოს გამოსავალიც, ძალებიც, ეს რესურსებიც, ეს პროცესი, რომ საკუთარ ემოციასთან შევხვდე საკუთარ ემოციას, შევხვდე საკუთარ საჭიროებას, წარმოვიდგინო ეს რა არის, როგორ არის, როგორ თავისით მოდის მერე ეს იმიჯები, რომ ესეც ხო შეიძლება, ისეც შეიძლება და ირკვევა, რომ გაცილებით მეტს ვხედავ მე თვითონ, ვიდრე ნებისმიერი სხვა შემომთავაზებ და რა გინდ ნაირ დახმარებას, ხო? რაღაცა რასაც მე თან მგონია, რომ ჩვენში ყოველთვის არის პასუხები და ჩვენზე კარგად მაინც არავინ არ იცის. რა თქმა უნდა, ხო? თავარი რომ სივრცე მისცე, მოусმინო და ამ მოსმენით არის ეს ენერგეტიკულად იმხელა მხარდაჭერას გრძნობ და ძალიან ძვირფასია ესეთი ადამიანები, როდესაც არსებობენ შენ ცხოვრებაში. როცა იცი, რომ თუ რაღაცა ისეთი იქნება და გაგიჭირდება არის დაურეკავან შეხვდები და გაუზიარებ და მოგისმენს და ემპათია იქნება. და ეს მოსმენის უნარიც არაფერი ჯადოსნური არ არის და თანდაყოლილიც რამე არ არის. ეს არის რაც კრისი გავარჯიშება რაღაც პრინციპების ცოდნა და მაგის გავარჯიშება შეიძლება რითიც დაიწყე ზუსტად რომ რაღაც პირველად შენ დისკომფორტს რო ჩუმად უსმენ და არ თავაზობ გამოსავალს თუ რჩევას თუ რაღაცას არ შენი თავი არ შეგაქმნის რეალობაში და უხერხულადაც არ გზნობ თავს ხო აი ეს გამოცდილება თვითონ შენ ხომ მაგ დროს გადიხარ შენ ტკივილში რომ რაღაცას აკავებ ისეც რაც გგონია რომ ხო და რაღაც ჯადოსნური პროცესია და თან ძალიან ისეთი რა ვიცი უფასოა მოკლედ ყველა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ კი ხო მაგით მე მგონი უნდა და იწყებოდეს ყველა მაგ უნარის გავარჯიშებით კი ნამდვილად უნარით უღრმესი მადლობა და დიდი ხანია მოკლედ მინდა ამ პოდკასტის ჩაწერა. მეც დიდი ხანია მინდა შენთან საუბარი ამ თემაზე კი. ბედნიერი ვარ და გახარებული. და ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან და ძალიან მიხარია ამას რო აკეთებ და გულშემატკივრობ. და ყოველ ჯერზე მიხარია სტუმრებს, ვისაც ხედავ, ისეთ ადამიანებს ხედავ ხოლმე, ჩემთვის ძალიან ძვირფასებს, რომ მიხარია, ხო, მიხარია, როგორც აკეთებ, რა ფორმითაც აკეთებ და რასაც აკეთებ. მგონია, რომ თანამოაზრეები ვართ ამ საქმეში. უღრმესი მადლობა.